მოგესალმებით, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც დღემდე ბევრ კითხვას იწვევს და სააშკაროზე გამოტანას საჭიროებს. განსასჯელის პირიჩ და 10-ვე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პროკურატურა კი მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მიიღო კიდეც ამ მოთხოვნაზე დასტური მოსამართლისგან. პროკურატურის მთავარი მოტივი ამ მოთხოვნისა იყო ის, რომ ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე თითქოს კვლავ არსებობს. რა განცხადებები გაკეთდა სასამართლოს ხდომაზე, მხოლოდ მცირე ამონარიდებს შეგახსენებთ და წაგიკითხავთ, ვრცლად უკვე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. აქ არავინ არის საქართველოს მტერი. არ იფიქროთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, იქ მისული ვიყავით ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა, მზად ვარ ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა, გაუშვით, ყველაფერი შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებზე რაღაც შეღავათი გატარდება. ეს იყო, როგორც უკვე გითხარით, ფრაგმენტები დღეს სასამართლოს ხდომაზე ბრალდებულების გამოსვლებიდან. ერთ-ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, ინტერესს იწვევდა ასევე პაატა ბურჭულაძის საკმაოდ ვრცელი განცხადება და სწორედ ამ განცხადებით დავიწყებ საუბარს მის შვილთან ერთად. პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახლა ნუ ეს მოლოდინი ყველას ჰქონდა, რომ რა თქმა უნდა პროკურატურა ისევ პატიმრობას მოითხოვდა და მოსამართლე ისევ პატიმრობაში დატოვებდა ამ ადამიანებს. თუმცა იმ განცხადებებიდან, რაც მოვისმინეთ პატიმრობაში მყოფი პირებისგან. პირველ რიგში დავიწყოთ პაატა ბურჭულაძის საკმაოდ ვრცელი განცხადებით. ის საუბრობს იმაზე, რომ ათონელის სასახლესთან იყო პროვოკაციაც ხალხის წინააღმდეგ და სამწუხაროდ მოღალატეებიც საკმაოდ საკმარისად ყოლიაო. ან თქვენ თუ მიიღეთ იმ შეკითხვებზე ნაწილობრივ მაინც პასუხი, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ, თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ 53 დღეა მამა თქვენი პატიმრობაში იმყოფება და ამ 53 დღის განმავლობაში თქვენ არ ქონიათ მასთან პირადი უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა მასზე და სხვა პოლიტიკურ პირებზე, პატიმრობაში ყოფ პოლიტიკურ პირებზე დაკისრებული აი ამ შეზღუდვების გამო. დიახ. ანუ რაშია ისიც საქმე, რომ მე წინა სასამართლოზე სპეციალურად არ შევედი სასამართლო დარბაზში, ვინაიდან ჩემთვის ეს ყველაფერი ფარსია და თამაშია და არ მინდა რომ გავხდე ამის ნაწილი. მაგრამ უბრალოდ ვინაიდან პაატა უკვე დიდი ხანი არ მინახია, დღეს გადავწყვიტე რომ შევსულიყავი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით და არა იმით რომ რაღაცას ველოდი. გენახათ დარწმუნებულიყავით როგორ ანუ პირველი ხო ეს მოდის ან ახლობელი ადამიანის მიმართ ეს ემოცია მოდის და მე უკვე ყველაფერი სხვა დანარჩა. მიუხედავად იმისა რომ რთული იყო ჩემთვის მისი ნახვა აი ის ჩავდებულების ადგილზე როგორ იჯდა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს, იმიტომ რომ ხა იცით თქვენ თვითონ რომ პაატა არაფერ შუაში არ არის და საერთოდ პაატა ბურჭულაძის იმ ადგილას ნახვა, როდესაც სხვა კრიმინალები ხო ამ კადრის ნახვა არ გინდოდათ მამა განსასჯელის სკამზე რაღაცა სპეციალური მამა და ნუ მეორე რიგში ხარ, როდესაც დარწმუნებული ხარ იმაში, რომ არაფერ შუაში არ არის, ანუ არანაირ დანაშაული მას არ ჩაუძენია. ნუ ეს სასამართლო რო პროცესი მოდით გადავალთ რა ემოციური ნაწილი არის ხოლმე ჩემთვის და ზოგადადაც მგონია რომ ადამიანური ურთიერთობები აი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც შემდეგ უნდა წესით უნდა ეწყობოდეს ყველაფერი. რომ დაინახეთ მამა, დამშვიდით ცოტა, იმიტომ რომ თქვენ კი არა მეც მაინტერესებდა როგორ გამოიყურებოდნენ და გავრცელდა როგორც ვიცით Telegram არხებზე ძალიან მცირე მონაკვეთი
მე რასაც შევხედე, მართლა ძალიან მხნედარიან, ანუ აქამდე რომ გვესმოდა ადვოკატების განცხადებები, რომ აი ძალიან მხნედარიან, უმახიანად შემართებით, ბრძოლის ჟინით და ასე შემდეგ, ჩემი თვალით დანახული ასე გამოიყურებოდა. თქვენ რა განცდა დაგეუფლათ? კი, მეც აი რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით ძალიან მხნედარიან, ყოველთვის გვესმოდა ადვოკატებისგან, რომ აი მხნედ არის, კარგად არის და ეხლა ვიცნობ კიდევაც მამაჩემს, ხო, როგორი ადამიანია, ძალიან პრინციპულია, ძალიან დადებითია, პოზიტიურია და ნუ მაგრამ მაინც ეხლა თავის ასაკში ეგეთ ადგილას და ეგეთ სიტუაციაში მოხვედრა შეიძლება ანუ ციხემ ვერ გატეხა. შედარებით რთული ყოფილიყო. შეგიძლიათ მითხრათ? ვერ გატეხა ციხემ, რა თქმა უნდა. თქვენს იმაზე მესაუბროთ, ასე განცდებზე, რომ ქონდათ ამის შიში, რომ აი გაუძლებს, ვერ გაუძლებს არა. ვიცოდი რომ ნამდვილად გაუძლებდა, იმიტომ რომ ვიცი როგორი ადამიანია ის, ანუ ნების სასწაული ნებისყოფის მქონე ადამიანია, მხოლოდ დადებითი ემოციები და ენერგია მოდის მისგან ყოველთვის და მოდიოდა და ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ესე იგი რომ ამას გაუძლებდა და ციხე მაგას ვერ გატეხავდა. როგორც ვიცი გადალაპარაკების საშუალებაც ქონდათ ხომ ერთმანეთთან რა გითხრათ ხო? ისე ძალიან ისე მოკითხო უბრალოდ და აბა მაგრად იყავი და რაღაცა იმიტომ რომ იქ მანდატურები იდგნენ შუაში და დანარჩენი ესე იგი შეუძლებელი იყო რაღაც ძალიან ისე დეტალურად გამომეკითხა ჯანმრთელობის და იმის შესახებ, მაგრამ ეს ძალიან მოკლე გადალაპარაკება გქონდა, ნუ იქიდან ყველაფერი რაღაც იქით აქეთ. ნუ ეს ძალიან კარგი ემოციები რთული, მაგრამ საკვანძო ფრაზა რა გითხრათ, რამაც კიდევ უფრო დაგამშვიდათ. არაფერი, რომ მაგრად არის და ყველაფერი კარგად იქნება რა და რაც რამაც დამამშვიდა, ეს იყო მისი სიტყვა. რაც მან მე წარმოთქვა. კი ბატონო. იქ და ისა რა ვქია. და ესე იგი ამან მე დამარწმუნა იმაში, რასაც ვეჭვობდი ყოველთვის და რასაც ლაპარაკობდი, რომ ეს ყველაფერი იყო სპეციალურად დადგმული სცენა, რაც მოხდა ორბელიანების სასახლის წინ. ვინ დადგა შუქრი ეს სცენა? ხო, ეს მოდი რა გავარჩიოთ. აი უკვე შეგვიძლია წინა სასამართლოს ხდომა იყო, არსებითი განხილვა ახლა დაიწყება. ალბათ კიდევ უფრო მეტს მოვისმენთ ყოველი სასამართლო პროცესის დროს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ამ თემაზე ვისაუბროთ, ვიდრე ყველა ასე ვთქვათ ბრჭყალი არ გაიხსნება და ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი არ გაეცემა, მაგრამ თუნდაც დღევანდელი განცხადებიდან და არა მხოლოდ დღევანდელი განცხადებიდან, ხო? რაღაცა გარკვეული ინფორმაცია მუსირებს, არ ვიცი, კულუარულად, ზოგი ნახევრად კულუარულად, რაღაცებზე უკვე მსჯელობა შეგვიძლია. ანუ რა შეკითხვებზე მიიღეთ პასუხი, როდესაც ამბობთ, რომ ეს იყო დადგმული, რაც ორბელიანების სასახლესთან მოხდა, მიიღეთ პასუხი, ვინ დადგა ეს ყველაფერი და რაღაც პასუხები მივიღეთ ახლა სასამართლო პროცესიდან გამომდინარე. ადვოკატებმა მოითხოვეს კობახიძის და იოსელიანის დაკითხვა. რაზეც რა თქმა უნდა პროკურატურამ ესე იგი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა და მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის პოზიცია, ხო? ანუ თემა იმაშია, რომ კობახიძემ საჯაროდ გაავრცელა 4-ის შემდეგ, რომ იცოდა ესე იგი შესახებ, რაც უნდა მომხდარიყო, რომ უნდა წასულიყვნენ ჯერ კანცელარიასთან, ხოლო გეგმა შეიცვალა შემდეგ და წავიდნენ ორბელიანების სასახლესთან. ახლა წარმოიდგინეთ ეგეთ ინფორმაციას აჟღერებს ვიღაცა და იმის დაკითხვას ითხოვენ ადვოკატები და მოსამართლე არ აკმაყოფილებს ადვოკატების იმას. ანუ ხო გასაგებია, რომ აქ ძალიან ჩარეულები არიან უკვე იოსელიანი კობახიძე სახალხო დამცველი და კობახიძე და უკვე იციან ესე იგი იმაზე მეტი რაც ჩვენ ვიცით სხვებმა ხო და აი ეგ იყო საეჭვო რა და ეგ ზუსტად დაამტკიცა ამ ყველაფერმა და პაატას სიტყვამ რაც თქვა სასამართლო პროცესზე ის რასაც მე ვფიქრობდი რომ ყველაფერი უნდა ყოფილიყო მშვიდობიანად
მართალია ეს გეგმა რაღაცნაირად შეიცვალა და წავიდნენ ესე იგი ანუ როგორ შიგნიდან შეცვალა ვიღაცამ სცენარი ხომ ასე გამოდის ანუ კობახიძემ თუ ქონდა არა ეს კობახიძემ თქვა როგორც მე მქონდათ ინფორმაცია და ეს არც გამკვირვებია რომ სადაზვერვო სამსახურებს უსაფრთხოების სამსახურს ქონდა ინფორმაცია იმ შესაძლო გეგმის შესახებ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები 4 ოქტომბერს ეს არ მიკვირს არც ის მიკვირს რომ არ იმოქმედეს კანონის შესაბამისად პრევენცირება არ მოახდინეს იმისა რაც მოხდა პრევენცირება კი არა პროვოცირება გააკეთეს და გადახერხეს კი ბატონო სწორედ ამიტომ არ მიკვირს მე იმიტომ რომ ეს მათ აძლევდა ხელს თუ კი ისინი საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს მახებს დაუგებდნენ და პოლიტიკური ოპონენტებიც მახეში ასე გაებმეოდნენ მაგრამ ესენი როგორ მივიდნენ თვითონ აქციის ორგანიზატორები ის ადამიანები ვინც იცოდა მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარის შესახებ უნდა გავიხსენოთ რომ ვიწრო წრე იყო მხოლოდ ადამიანების ვინც რეალურად ამ დღის ყველა გადაწყვეტილებას იღებდა და შემდეგ ხელმძღვანელობდა იქ მისულ 10,000-ობით ადამიანს ანუ რა მოხდა ვინ შეცვალა სცენარი და რა მომენტში შეიცვალა ეს სცენარი ანუ მართლა ასე იყო რაც თქვა კობახიძემ რომ ესენი უნდა წასულიყვნენ არა ორბელიანების არამედ კანცელარიასთან უნდა წასულიყვნენ რა მომენტში შეიცვალა და მაშინ ვის მიერ ასე ვთქვათ შეცვლილი გადაწყვეტილება გააჟღერა ზოდელავამ იმიტომ რომ ზოდელავამ თქვა ეს როგორც გვახსოვს ხომ თავისუფლების მოედანზე სცენიდან აი ეს ის კითხვებია, რომელზეც მე პასუხი ჯერ არ მაქვს და სავარაუდოდ შემდეგ პროცესებზე ნელ-ნელა გავიგებთ ამას, იმიტომ რომ მე ხა შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რაც პროცესზე გავიგე და რისგანაც გამოვიტანე დასკვნები რა და ფაქტი არის ის, რომ პატამ გააჟღერა პროცესზე, რომ ისინი უნდა მისულიყვნენ ორბელიანების სასახლესთან, შვიდობიანად უნდა მოეთხოვათ ორბელიანების სახლის ესე იგი გასაღების გადმოცემა და იქ კიდე მაღალჩინოსნები უნდა გადმოსულიყვნენ ესე იგი ხალხის მხარეს აი ეს უნდა მომხდარიყო ესე აჟღერებს მაგრამ მოხდა საერთოდ სხვა რაღაცა ხო? ხო, მაგრამ თავისით ვარდება უცბად ღობე და ხდება რაღაც პროვოცირება და მე უკვე ირევა მთლიანი სიტუაცია. ხო, მაგრამ აქვე პაატა ბურჭულაძე ერთ ძალიან საინტერესო და ფიქრობ საკვანძო სიტყვას ამბობს. ორბელიანების სასახლესთან ბევრინი უნდა ყოფილიყავით და მერე უნდა მოგვეთხოვა გასაღების გადმოცემაო, ხო? არ იყვნენ ბევრინი. არა, იმიტომ რომ გეტყვით ეხლა ეგ შემიძლია პირდაპირ გითხრათ, მე ვიყავი იქ რუსთაველზეც, თავისუფლების მოედანზეც და იქ სერიოზული ისინი მიდიოდა, ანუ იქ იმისთვის რომ ხალხს გაეგო იქით, ანუ ხალხს არ ესმოდა იქით, ხო ძალიან ბევრი ხალხი იყო. და იმიტომ არ წამოვიდნენ რომ ვერ გაიგეს? არ ესმოდათ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ამბობდა რომ იქით ადამიანებს საერთოდ არ ესმით, აქეთ რას საუბრობთ. ანუ ეს ისინი რა ქვია, მიკროფონები და ხმის გამაძლიერებლები რაც იყო დამონტაჟებული. ვიღაცამ ეთყობა სავარაუდოდ გააკეთა საბოტაჟი და ეს ისე მოხდა რომ ესენი აღარ მუშაობდნენ. ანუ ხალხს იქით არ ესმოდა რა ხდებოდა თავისუფლების მოედანზე და ძალიან ბევრი მოდიოდა და თავის პრეტენზიას გამოთქვავდა რომ იქით საერთოდ არ გვესმით აქეთ რა ხდებოდა რა და აი ეს იყო ზუსტად ის მიზეზი რომ ამხელა მასა ვერ დაიძრა ხო მაგრამ იყვნენ მათ შორის ადამიანები ვინც შეგნებულად არ დაიძრა ათონელის შემდგომ ვიღაცა შეგნებულად არ დაიძრა, მაგრამ წარმოვიდგინეთ რა. არა, კონკრეტული პოლიტიკოსები, ვინც ღიად საუბრობს ახლა მე საერთოდ ხალხზე ვამბობ. ჩვენ დავრჩით ადგილზე და არ გავყევით, იმიტომ რომ მივხვდით რომ ეს იყო გარკვეული ტიპის, რა ვიცი, პროვოკაცია, შემდეგ უკვე ამას რაღაცა რუსული სპეცოპერაციაც უწოდეს მოგვიანებით იმ ადამიანებმა, ვინც თავის დროზე მხარს უჭერდა 4 ოქტომბრის აი ამ მშვიდობიან რევოლუციას, ხომ? დარჩნენ ასეთებიც. და რა მოხდა რეალურად? აი რატომ მოხდა ასე? ვიღაცამ ვერ გაიგო და ამიტომ არ წავიდა, ვიღაცამ ვერ გაიგო და მაგიტომ არ წავიდა. ანუ ფაქტი ის არის, მე შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიყავი იქ
და ძალიან ბევრი, როგორც გითხარით, მოდიოდა პრეტენზიით, რომ რუსთაველზე, აი პარლამენტის წინ, მუზეუმის წინ იქეთ საერთოდ ხალხი წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა აქეთ. იმიტომ რომ ხმის გამაძრილებები არ მუშაობდნენ. და აქაც მოხდა რაღაც საბოტაჟი ეთქობა, ხო? იმიტომ რომ ესე იგი სახალხო კრების დაწყებამდე მუშაობდა ყველაფერი და მე უცბად როდესაც ბოლო გადამწყვეტი მომენტი დადგა, რატომღაც ყველაფერი გაფუჭდა. ხო, მაგრამ ამაზე გააქვთ რაიმე ვერსია და ან თუნდაც ვერსია ხარა როგორ გაფუჭდებოდა რა, რა თქმა უნდა. პრეტენზია რომ ამას ხომ ყავდა საორგანიზაციო კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. მოდი პირდაპირ ვიტყვი ხა ჩვენც ჟურნალისტებიც ვართ დაინტერესებული ამ ამბის კვლევით და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ 5 ადამიანის გარდა არსებობდნენ კიდევ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მათ შორის ტექნიკური საკითხების მოგვარებაში საუბრობდნენ. აი ესეთი ინფორმაციას მოვისმინეთ თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ, რომ ქონდათ რაციები, რომლითაც ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა მოეხდინათ და რაციების სიხშირეც მათ მოკლედ როგორც ჩანს არ იმუშავა და ერთმანეთთან კომუნიკაციაც არ ქონდათ. პატამ ისიც გააჟღერა დღეს მე არ ვიცოდი მანამდე რომ თურმე ნავიგაციის სისტემაც აურევიათ და თავისუფლების მოედანს თურმე ნავიგაცია იმ საღამოს ანახებდა როგორც თბილისის აეროპორტს და თბილისის აეროპორტი პირიქით თბილისის აეროპორტს ანახებდა როგორც თავისუფლების მოედანს. ხო, მაგრამ ამის გათვლა ხო შეიძლებოდა საკმაოდ ისეთი კომპეტენტი. მაგას მე მგონი ვერ გაკეთდა ხა ნავიგაციის იმის რაღაც საბოტაჟი. სიხშირეს რომ შეიძლება ასე ვთქვათ მოდი უხეშად ვიტყვი ხო ესეთი ტერმინია გავრცელებული დააჯდეს უსაფრთხოების სამსახურის რაღაცა სიხშირე და გათიშოს და შენ ამით ერთ-ერთი მთავარი იარაღი გამოგეცალოს ხელიდან როგორც არის ერთმანეთთან კომუნიკაცია ამის გათვლა ხომ მაინც მარტივად შეიძლებოდა ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე არ ყოფილვარ ორგანიზატორი და ამის შესახებ არაფერი გსმენიათ არა ხა ერთი რაღაცა ვიცი დარწმუნებით და ფაქტია ეხა რომ სუსი და სპეციალური სამსახურებს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ვიდრე ოპოზიციონერებს და არა გავიგე მაგრამ ისეთი რაღაცები მოხდა და იმდენი მიმართულებით რომ ამას რომ ვერ გააკეთებდნენ ასე ვთქვათ შიდა გამყიდველების გარეშე რასაც მოღალატეებს უწოდებენ ხო პაატა ბურჭულაძე და სხვები შიგნით თუ არ გატყდებოდა მოკლედ ციხე ამ შემთხვევაში ამდენ რამეს ვერ მოახერხებდა სუსი და სპეცსამსახურები ამდენად ხელი შეშლას ან ვინ შეცვალა ხა კობახიძე ხო არ დაურეკავდა ან სუსიდან ხომ არ დაურეკავდნენ და შეაცვლევინებდნენ ასე ვთქვათ მარშრუტს კანცელარიიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე ვიღაცა ესე იგი ყავდათ ვინც ან აიძულეს ან დააშინეს ან თავიდანვე მათი აგენტი იყო სავარაუდოდ ხო და რა თქმა უნდა ეხლა ხო ანუ ყავდეს ვიღაცა ესეთი თანამშრომელი ვისთანაც თანამშრომლობ ვისგანაც იღებ ინფორმაციას რა უნდა მოხდეს და მე იმის მიხედვით ისიც ჩემი აზრით პირდაპირ ბოლო მომენტში არ გაჩნდა ის ადამიანი ვისგანაც ინფორმაციას იღებდნენ ეს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გათვლილი ის არის ხო სპეცოპერაცია რომელთაც ჩაშალეს სახალხო კრება შვიდობიანი სახალხო კრება რაც იყო თავიდანვე დაგეგმილი იმიტომ რომ როგორც ჩვენ ვიცით ესე იგი დღის განმავლობაში ვერ გადახერხავდნენ ორბელიანის ღობეს, რკინის ღობეს. ეს უნდა მოხდარიყო, როდესაც ისეთ პერიოდში, სადაც ხალხი არ დადეს ქუჩაში და შემომჩნეველი დარჩებოდა, ხო? თორე ხა აი დღევანდელმა პროცესმა მე დამარწმუნა იმაში, რომ ეს იყო პროვოკაცია პლუს ღალატი. პლუს ღალატი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღალატი რო არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პროვოკაცია ვერ მოხდებოდა,
იმიტომ რომ მაშინ ინფორმაცია არ ექნებოდა და ვერ დაგეგმავდნენ, ხო? არა, ინფორმაციას კიდე მოიძიებდნენ, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, ანუ მათ გადაწყვეტილებაზე იქონიეს გავლენა. ხო, ანუ რაც გახდა რეალურად მთავარი მიზეზი, რის გამოც 60 ადამიანი ზის მათთან ერთად დღეს ციხეში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ისინი კანცელარიასთან რომ მისულიყვნენ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. და ეს არ არის პატარა ასე ვთქვათ ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაზე ვიღაცამ იქონია გავლენა. მაგრამ მე რაღაცა უნდა ვთქვათ, რომ დღეს იქ არავის არ უთქვამს, არც პაატას და საერთოდ არავის არ უთქვამს ის, რომ ისინი უნდა მისულიყვნენ კანცელარიასთან და ბოლო წამში გადაწყდა, რომ რაღაც წასულიყვნენ. ეს არის კობახიძის სიტყვები და არა ორგანიზატორების სიტყვები. ესე შეიძლება მაგაშიც რაღაც არ იყოს ეს მართალი და სიცრუე იყოს. პაატამ რაც თქვა დღეს არის ის რომ ჩვენ უნდა მივსულიყავით ორბელიანების სასახლისთან და მათ უნდა გადმოეცათ გასაღები. ასე რომ შეიძლება ის მომენტი რომ ვიღაცამ რაღაცა გადააწყვეტინა და ის საერთოდ არ იყოს ამ საქმეში. კი ბატონო, თუმცა თქვა რომ იქ ბევრი უნდა ყოფილიყავითო და ძალა უნდა ყოფილიყო სწორედ ის ზეწოლის ბერკეტი. სხვა შორის არსებობდა ასე ვთქვათ მოლოდინები, რომ სპეცრაზმის გარკვეული ნაწილი გადმოვიდო და მათ მხარეს ესეც რჩება. ესეც გააჟღერა დღეს, კი, როგორც მანამდე და რა მოხდა? არ გადმოვიდა, ესე იგი არავინ არ გადმოსულა, მივიდნენ იქ რამდენიმე ადამიანი, ესე იგი რამდენიმე ადამიანმა ხელი მოკიდა ამ ღობეს, ეს ღობე წაიქცა, როდესაც გვერდზე ჭიშკარია და მოძრავი ჭიშკარის მოგლეჯვა ბევრად მარტივია, ხო, ეს ჩვენი ელემენტარული ფიზიკის წესებია, ხო? რომ რაც მოძრაობს, იმის მოგლეჯვა ბევრად უფრო ადვილია და როდესაც ნახავთ ეხლა თქვენ კადრებშიც, ერთი, რა ვიცი, 30 ადამიანი ეჯაჯგურება ამ ჭიშკარს და ვერაფერს ვერ უშვება, ხო? როდესაც ის ღობე ერთ წამში თან ვიცით როგორი ისინია, რა ქვია, სწორი ხაზებით არის გადაჭრილი ეს ღობე. თუმცა პაატა ბურჭულაძემ დღეს ისიც თქვა, რომ რეალურად მშვიდობიანი დამხობა შედგა და ხელისუფლება მიზანს ვერ მიაღწიაო, არ ვიცი, ფილოსოფიური ჭრილში თუ საუბრობდა ამაზე, იმიტომ რომ რეალურად მეც მჯერა ამის, მეც მჯერა 4 ოქტომბერს მე უყურებ როგორც კატალიზატორს. ვის დაკავებასაც ისინი აპირებდნენ, პასუხისგებაში მიცემას ისინი აპირებდნენ, იმათ მისცეს ეს ადამიანები პასუხისგებაში. მაშინ აი გამარჯვება რაშია. დღევანდელ ჭრილში. ჩემი აზრით, ასევე როგორც პაატას აზრით, რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ანუ მუდმივი არაფერი არ არის, ხო? ყოველთვის ყველა რეჟიმი მარცხდებოდა, ეს რეჟიმიც დამარცხდება ადრე თუ გვიან. და 4 ოქტომბერი ჩემი აზრით და პაატას აზრითაც როგორც დღეს მან წარმოთქვა იქნება ზუსტად ის გარდამტეხი დღე როდესაც დაიწყო ამათი სერიოზული ნგრევა ამ რეჟიმის და ეს თქვა ზუსტად მაგან ჩემი აზრით. ხო, აი თქვენ ამ მოლოდინებს რა ყვებავს რომ მითხრათ, ანუ ამ ყველაფერს ხომ ჭირდება ახლა პოლიტიკური მხარდაჭერა გარედან, არა და დღეს მართლაც ჯერ ესეთი ნახეთ უცხოეთში არავინ არ დაგმო 4 ოქტომბერი. არც ერთმა ქვეყანამ, ევროპულმა დემოკრატიულმა ქვეყანამ და არც შეერთებულმა შტატებმა და საერთოდ არც არავინ არ დაგმეს, ხო? ანუ არ დაგმეს 4 ოქტომბერი. ხო, მაგრამ ეს საკმარისია. შუქრი ნახეთ, აი შიგნით გაემიჯნა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენი მაცხონებელი არავინ დარჩაო, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა. ამბობს მურთა ზოდელავა დღეს განსასჯელის სკამზე, ანუ ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ არავინ დარჩა ოპოზიციიდან მათი მხარდამჭერი, მათ შორის ისინიც კი, ვინც ღიად საჯაროდ მხარდაჭერას უცხადებდნენ 4 ოქტომბერს. დიახ, ანუ ესეა საერთოდ ცხოვრებაში და მე მგონი ბატონმა მურთაზმაც იცის, რომ ყოველთვის მართალი გზა არის ყოველთვის რთული გზა და ყოველთვის ეს ჯერ კიდე სახარებიდან ვიცით, ხო, ქრისტე, რაც ქრისტეს დაემართა, თემა სოფლიოდან თემა კაცობრიობმა მოარყო ქრისტე, ხო? კი არ ვადარებ, მაგრამ საერთოდ ვამბობ, ესეა ეს პროცესი არის ასეთი, გასაგებია რომ ძალიან ბევრმა დაგმო, მაგრამ ვიღაცეები კი არა ძალიან ბევრი ასევე უდგანან მათ გვერდში
და ეს ყველაფერი არის ბრძოლის პროცესი და 4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს, როგორი განცდა აქვს. NGO-ები არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი. ამ ადამიანებს მიეცით ამოსუნთქვის საშუალება, ეს უკვე ეხება იმ ადამიანებს, ვინც მათთან ერთად დააკავეს 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან საინტერესო პროცესის მომენტი იყო დღეს, რომ აი თვითოულმა ორგანიზატორმა ირაკლიმ უცაზმა პაატამ ასევე მანჯგალაძემ ყველამ ისეთი სიტუაცია იყო, რომ აი მაგათ გვერდზე იჯდნენ ადამიანები, ვინც 4 ოქტომბრის საქმეზე არიან დაკავებულები, რომლებიც მათ დღეს პირველად ნახეს და პირველად შეხვდნენ აქ და ეს მომენტი იყო მათთვის ძალიან ემოციური და ყველამ აღნიშნა ეს რა. ძალიან ცუდია, რომ ესე იგი მათ მაინც ეს არასამთავროები და ისევე რუჭერენ მხარს არასამთავროები, როგორც მაგალითად წინათ დაუჭერდნენ, მაგრამ ესეც არასამთავროებიც ხო ვიცით როგორ დღეში არიან, ძალიან დასუსტებულები არიან ახლა და ანუ საერთოდ მთლიანობაში ძალიან ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში. მე სხვათა შორის უპასუხი ეს მქონდა მოლოდინი, რომ პაატა ბურჭულაძე ისაუბრებდა უფრო მეტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენი ყავით ჩემი ეთერის სტუმარი 10-ში, ხო, 10 ნოემბერს. როდესაც ადვოკატმა გამოიტანა მისი ძალიან მოკლე ხელნაწერი გზავნილი ციხიდან, სადაც ნათქვამი თქვა რომ მოკლებული ვარო, ასე ვთქვათ, 4 ოქტომბრის ისტორიულ კრების მნიშვნელობაზე სათანადო შევაფასო და აუხსნა ქართულ ხალხს და ამავე დროს ვუპასუხო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის სამარცხვინო განცხადებას, რომ თურმე ეროვნული კრება ყოფილა რუსული სპეცოპერაცია. მე არ მომისმენი ახლა თქვენ ესწრებოდით ხდომას, იქნებ რაიმე ითქვა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით? საერთოდ არაფერი არ თქმულა. ეს უბრალოდ ანუ მარტო ამაზე ხო არ არის, ამ ჩვენ ვიცით რომ ქალბატონ სალომეს აგვისტოს ომზეც ისეთი განცხადებები აქვს ნათქვამი, რომელიც ყველას ჩვენ შეგვეხოდა, ყველას ჰქონდა მაგაზე რაღაცნაირი რეაქცია და ამ შემთხვევაშიც ახლა პაატას ჰქონდა ეს რეაქცია, ბუნებრივია, ხო, იმ მომენტში, თორე ეხლა რაღაც გულში არ ჩაოდია და არაფერი, უბრალოდ იმ მომენტში რაც თქვა ქალბატონმა სალომემ პაატამ თავის გულის ძახილი გააჟღერა ხმამაღლა, მეტი არაფერი. სასამართლოს ხელმოქმედი გაგრძელდება, მათი როგორც ვიცით ბრალდებულების მზაობა არის, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ სასამართლოს ხელმოქმედში, დღეს აგერ პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს განსასჯელის სკამიდან. უნდა ველოდოთ, რომ პაატა ბურჭულაძე და მასთან ერთად დაპატიმრებული პირები კონკრეტულ გვარსახელებს დაასახელებენ, ვინ იყო, ვინ მოუწყო პროვოკაცია და მით უფრო ვინ გამოთვალეს თუ არა ვინ არის მოღალატე. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, იციან უკვე ვინ უღალატა შიგნიდან ასე ვთქვათ ეროვნულ კრებას? მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, იმიტომ რომ ფაქტები არ ვიცი და ფაქტები როცა არ ვიცი, ვერ ვიტყვი ვერაფერს. სავარაუდოდ იციან კი, მაგრამ მაგას ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი და უნდა დაველოდოთ და ვნახოთ როგორ გაიმართება შემდეგი სხდომები, სასამართლოს სხდომები და დაასახელებენ თუ არა, ანუ ეს თქვენი ვარაუდი რას ეფუძნება? შესაძლებელია თქვენც იცით უკვე, ან თქვენ თავად მიხვედით, ასე ვთქვათ, მსჯელობით აი ამ შედეგამდე ხომ, ან ვიღაცამ მოგაწოდათ ინფორმაცია, ან ამ ადამიანების ქცევა იმდენად საეჭვოდ გამოიყურება, მახსოვს წინასწომრობისას თქვით, რომ არიან ადამიანების ნაწილი, ვინც რაღაცნაირად პაატა ბურჭულაძის დაკავების შემდეგ თითქოს განზე გადგა, გაფიქრებინებთ, რომ შესაძლებელია მოღალატეები აი სწორედ მათ შორის უნდა ეძებოთ. არა, ვერ გეტყვით. ანუ შეხედეთ როგორი სიტუაცია. ანუ მე ჩვენი ოჯახის წევრებს პაატა საერთოდ არ გრევდა საერთოდ ამ საქმეში, ორგანიზებაში თუ დეტალებში არაფერი არ ვიცოდი. ერთადერთი რასაც გვეუბნებოდა ის, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ძალიან პოზიტიური ის ქონდა ჩვენზე დადებითი მოქმედება, ხო და აი ის რომ რაღაცა
მოღალატე ვეძებოთ, ანუ მოღალატის ძიებაც ჩემი აზრით საერთოდ არ არის ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის წინსვლა და ქვეყანაში მდგომარეობის გამოსწორება, ხო და მე პერსონალურად ამაზე არ ვფიქრობ, ახლა ვინ იყო მოღალატე, ვინ რა უღალატა, ჩემთვის თავარია რომ პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელახალი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, ოღონდ რა თქმა უნდა, დემოკრატიულ პირობებში, თორემ ისევ ქართული ოცნება გაიმარჯვებს და აი ესეთ რაღაცებს უფრო ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე ახლა ვინ იყო იქ, იმიტომ რომ თან რომც ვიფიქრო მაგაზე არ არსებობს ვერაფერს ვერ გამოვიდა. გარედან პოლიტიკური პროცესის მხარდაჭერა, რა თქმა პირველ რიგში ალბათ პოლიტიკოსების მხრიდან, ვისი იმედით ციხეში მყოფებს კონდათ და ვერ მიიღეს. აი რაზეც საუბრობდა მურთაზ ზოდელავა. აი რაც არ ვიცი ვერ გეტყვით. უბრალოდ ვერ იმას ვიზავ, მე შემიძლია უბრალოდ ვივარაუდო და ვარაუდიც რთული იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ აი ამ 4 ადამიანის იქით თუ კი ვინმე იყო კიდე ჩართული, აი საერთოდ არ ვიცი რა, მართლა გულახდილად გეუბნებით რა. ხო, ალბათ გამოჩნდება. გამოჩნდება, იმედი მაქვს რომ გამოჩნდება. არ გვაქვს რა თქმა უნდა დასტურებული ინფორმაცია, თუმცა სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო მეძრავი. ხო, თვალსაზრისით ამ საკითხთან მიმართებაში შუქრი ბურჭულაძე, პაატა ბურჭულაძეს შვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა აი ამ დამღლელი დღის შემდეგ მაინც რომ მოხვედით ჩვენთან. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. ყველას დიდი ინტერესი რა თქმა უნდა დღეს სასამართლო დარბაზში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების მიმართ იყო, ყველას აინტერესებდა კონკრეტულ გვარსახელებს თუ დაასახელებდნენ დაკავებული პოლიტიკოსები, ვინ გაყიდა პროცესი, ვინ როგორ მოხდა რომ ისინი აი ამ პროვოკაციას როგორც თავად უწოდებენ აყვნენ, შეიძლება ასე ითქვან და ჩათრეული აღმოჩნდნენ მოკლედ ამ პროვოკაციაში. ირაკლი ნადირაძის განცხადებაც მინდა მოკლედ გაგაცნოთ, არავის გვინდა გარუსება, 4 ოქტომბერი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, უარყოფითი ასპექტია ის, რომ ბევრი სინდისისა და პოლიტიკური პატიმარი დაგვემატა, უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია, თუმცა ვინ იგულისხმება კიდევ აი ამ ერთად ყოფნაში და რამდენად არის პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ერთად აი ამ საკითხში, ბრძოლის აი ამ ფაზაში. ამაზე საუბარს გავაგრძელებთ ნუგზარ ციკლაურთან, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვერთა. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა. ეს არის განცხადება, რომელიც თქვენმა თანაკოალიციელმა, ხო? თანაპარტიელმა შეიძლება ასე ითქვას, მურთაზ ზოდელავას გულისხმობთ. გააკეთა საპატიმროდან. არ ვიცი, ხა ძალიან ცოტა ხნით ადრე დატოვა მან პარტია. ვიდრე დააკავებდნენ, არც ისე დიდი დრო არის გასული, რაღაცნაირად გამიჯვნა მოეხდინა პარტიას მისგან და ალბათ ნაწილობრივ თქვენც გულისხმობდათ იმ ადამიანებში. არ მგონია. რატომ არ გონიათ? იმიტომ რომ მხოლოდ სოლიდარობა და მხარდაჭერა იყო ის სიტყვები და ქმედებებიც, რომელიც ჩემი მეგობრის და ამის შესახებ ძალიან ღიად მინდა ვთქვა, მურთაზ ზოდელავას მიმართ გამომითქვამს, ისევე როგორც ბატონი პაატა ბურჭულაძის მიმართ, რომელიც არის ჩემი უფროსი მეგობარი, მაგრამ მისი რეგალიები კიდევ სხვა არის, ეს არის ლეგენდარული ადამიანი, ლეგენდარული ბანი და თუ თქვენ ნახეთ და ალბათ ნახავდით, უდიდესმა საოპერო მომღერლებმა, უდიდეს თეატრების წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება მის და მის სოლიდარობის ნიშნად და ისინიც იქვსვამენ ამ შეკითხვას. რაში დასჭირდა ამ ლეგენდარულ ადამიანს, რომლისთვისაც ღია იყო პრეზიდენტების კარებები, ყველა დიდი საოპერო თეატრების კარებები
რომ 310 დღე ყინუაში და სიცივეში გაატარა თავის ხალხთან. პატაბურჭულაძეზე გადავალ. მოდი რა მურთაზოდელავაზე ვისაუბროთ. მურთაზოდელავაზე პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ მის მიერ ნათქვამ აი ამ ნახევარ ოპოზიციაში არ მოხვდით? რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სრულიად დაუფარავა და სიამაყით, რომ მურთაზე არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ჩვენ ერთად მუშაობდით ჯერ კიდევ 2008 წლის 8-12 წლის მოწვევის პარლამენტში მეგობრობა მისდამი დღემდე არის გაუნელებელი ნამდვილად ჩემი მხრიდან ასე რომ არავითარ შემთხვევაში მას ასეთი განცდა ადამიანები 53 დღეა ყოველგვარი კომუნიკაციის ნამდვილად იყვნენ ასევე ის ადამიანები რომლებიც უფრო მეტად ჩართულები იყვნენ ამ ამბავში ვიდრე ჩვენ ვიყავით მე პირადად ვიყავით ჩართული, მაგრამ მას შემდეგ რაც ისე დასრულდა ეს მოვლენები, როგორც დასრულდა, ყველა ვნახეთ, ხო იცით, როგორც წესი არის, ეგრე არის, რომ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც შემდეგ დამარცხებულის მხარეზე, ასე რომ თქვა, დამარცხებულის მხარეზე არ დადგენიან. თვითონ ასე ჩათვალეს. მოძრაობის კონკრეტულ ფრთას, იმიტომ რომ ანუ ახსენეთ რომ აი ჩართულები იყვნენ მხარდ, ესეთები მე მქონდა მოძრაობაში მახსენდება. ეხლა ეს არის მურთაზის სიტყვები. ლელოზე და გახარიაზე ხო ვერ ვისაუბრებ და ვიხადარჩა მე, ხო? რა ხან თქვა მურთაზმა ძალიან ბევრი ადამიანიო, ხო, ნახევარი ოპოზიციო. ნამდვილად მე არ მსმენია იმ კოალიციის მხრიდან რომელსაც წარმოვადგენ აქ რაიმეს სახის დამონათება. პირიქით მე მიმაჩნია რომ ეს გამოსვლა იყო პატრიოტული გამოსვლა, სოლიდარული ვარ ყველაფრის მიმართ, რასაც ითხოვდნენ და რაც აჟღერებდნენ, არა გარდა კონკრეტული მოთხოვნებისა და მოწოდებებისა, რომელიც იმ დღეს გავიგონეთ და კიდევ ერთხელ ამბობ, რომ როგორც მურთაზი, ასევე ბატონი პაატა, ასევე ის ათეულობით ადამიანი, რომელიც შემდეგ აი ამ პროვოკაციაზე წამოაგეს ეს ღობეები, გადახერხილი დაახვედრეს და გამოაცხადეს ტერორისტებად ლამის, ყველა მათგანს აქვს პირადად ჩემგან სოლიდარობა. სხვა საქმეა რომ ბევრი რამ არის, რაზეც თვითონ ისაუბრეს, ეხლა შუქრიც ლაპარაკობდა აქ და ვერ გაგცა პასუხი. ვერ მივიღეთ, იმიტომ არავის არ გამოუცხადებია, ხო, იქ ვინ იყო ის მოღალატეთა ჯგუფი, რაღაცთან ჰქონდათ საქმე, ვინ დაპირდა თანადგომას. ფიქრობ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ერთი კი არ იყო მოღალატეთა ჯგუფი იყო? ხო და ამის შესახებ მათ ვიცით რომ 4-5 ორგანიზატორი ყავდა, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს და ანუ მათ შორის არის ციხეში მყოფებს შორის არის მოღალატე გარეთ არის, ერთია თუ ჯგუფია? ება მე საიდან შეიძლება ვიცოდე ეს ხო ეს არის რაღაცა სრულიად კონფიდენციალური ალბათ ინფორმაცია ადამიანებს ჰქონდათ. ანუ სოლიდარობა და მხარდაჭერა ხო ამასაც გულისხმობს რომ რეალურად გაირკვეს რა მოხდა, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია რაღაცა დაეხმაროს ამ ადამიანებს. მაშინ გაირკვევა როცა თვითონ ამ ადამიანების საქმეს დაეხმაროს, ბატონო გზა რა მიცემა. მე მაინტერესებს და როგორ შეიძლება თქვენ არ გაინტერესებდეთ კი ბატონო. მაშინ გაირკვევა, როდესაც ეს ადამიანები იტყვიან ამის შესახებ. ეს ხო ის თემა არ არის რომ ვიღაცა მთხოვოს, მოდი რა დღეს თქვიან, ხვალ თქვი. ხო თვითონ თქვენს რომ რაღაცა დრო მოვა, როდესაც ყველაფერ ამის შესახებ ისაუბრებენ და ფარდას ახდიან, მათ შორის იმ პერიპეტიებს, რომელიც წინ უძღოდა, ხო, ამ ძალიან დიდ გამოსვლას. და როდესაც იტყვიან ამის შესახებ, ჩვენც გვეცოდინება სხვა ინფორმაცია, მე უბრალოდ არ მაქვს. და რომც მქონდეს ბატონი პაატას მურთაზის გარეშე არ დავიწყებდი ამაზე საუბარს, მაგრამ სრულიად გულწრფელად გეუბნებით, რომ სხვა ინფორმაცია არ მაქვს. აქ არის მთავარი საკითხი, მე კიდევ ვფიქრობ, რომ უნდა გავიმეოროს, მთავარი საკითხი გახლავთ იქ, რატომ დაჭირდათ ამ ადამიანებს, რომელსაც ჰქონდათ დიდი აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, ჰქონდათ სხვადასხვა ურთიერთობები, რატომ დაჭირდათ, რომ 300 დღე გაეტარებინათ ქართულ ხალხთან ერთად აი ამ სიცივეში და დარბევების დროს და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. აი ამ მიზეზებზე უნდა ვიფიქროთ ჩვენც და უპირველეს ყოვლისა ამ მიზეზებზე უნდა ვიფიქროს ხელისუფლებამაც. ის კი არ უნდა გააკეთოს, რომ საკუთარ ხალხს პროვოკაცია მოუწყოს, რაღაცა ღობეები გადაუხერხოს, პრევენცია არ მოახდინოს, როდესაც უკვე დაძრული არის ხალხის ტალღა, თქვათ პრეზიდენტის სასახლისკენ და იქ მიაცილეს ლამის, შემდეგ ეს გადამტრეული ღობეები დაახვედრეს და უთხრეს, რომ იცი რა, თქვენ ხარ დამნაშავეები,
თქვენ ხართ ის იქ რომ მართლა რაღაცა შეიარაღებულ ან რაღაც ძალადობრივ სცენარს ქონოდა ადგილი დარწმუნებული ბრძანდებოდით რომ სხვანაირად იქნებოდა მომზადებული მთელი ეს ამბავი და არც დასრულდებოდა ისე როგორც დასრულდა საბედნიეროდ რომ ანუ მსხვერპლი არ იყო და ისა ხო და ამიტომ ეს ხელისუფლების საფიქრებელი არის. არა, ერთია ხელისუფლების საფიქრალი რა არის, მაგრამ მე ასე პირდაპირ არ ვთქვამ, თუმცა აი ფაქტობრივად მინიშნება იყო, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან, ხო, რაღაცნაირად უფრო მეტ მხარდაჭერას elოდებიან პოლიტიკური პროცესის გააქტიურების თვალსაზრისით გარედან, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის ხალხისთვის არავინ არსებობს, ნახეთ ამბობს, NGO-ები არ არსებობს, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი. ანუ აი ასეთი განცდა რჩებათ რაღაცა უიმედობის მარტო ყოფნის ადამიანი მინახავს, რომელიც ამ სოლიდარობას გამოხატავს, მაგრამ იქ იყო კონკრეტული მოწოდებები იმ დღეს. იმ დღეს ხომ არ საუბრობთ? დღეს თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანები დღეს უსამართლოდ ცხედან ციხეში. ამას ამბობთ თუ არა? დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, მაგრამ თვითონ ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბევრი რა მათაც ქონდა დაგეგმილი სხვანაირად, მაგრამ არსებობდნენ მოღალატეები, რომლებმაც აი ეს სახე მისცეს იმ პროტესტს ფინალურ ნაწილს. სანამ თვითონ არ იტყვიან ამის შესახებ, ხო მე როგორ შემიძლია რომ დავიწყო მართლმადიდებლად ამის საუბარი. პოლიტიკური პროცესი გარეთ გააქტიურდება, რომ ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე. გააჩნია რა სიტყვია, რა მიზეზებს დაასახელებენ. იქ შეიძლება ბევრი მიზეზი იყოს, შეიძლება იყოს პერსონალური რაღაცა მოტივები არსებობდა, შეიძლება რაღაც პოლიტიკური მოტივები, ვიღაცა პირდებოდა მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური მხარდაჭერა, შეიძლება ყოფილიყო კიდევ სრულიად სხვაგვარი მხარდაჭერა, ხო? ეს ხო არაფერი ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით ის მხოლოდ რა ზედაპირზეა და ყველასთვის იყო სრულიად მოულოდნელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ითქვა, რომ ეხლა უნდა წავიდეთ სადღაც არის გასაღები. ამიტომ იმისათვის რომ ეს არსებობდეს, ამაზე დისკუსიის შესაძლებლობა პირველ რიგში უნდა ისაუბრონ მათ იმ მიზეზებზე, რამაც აი ამ შედეგებამდე მიიყვანა იმ დღის პროტესტი. რაც შეეხება ადამიანურ სოლიდარობას, კიდევ ერთხელ ვამბობ და მეამაყება კიდევაც, რომ ბატონი პაატას და მურთაზიც არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პატრიოტები არიან, არაერთხელ დაუმტკიცებიათ ეს და მე ძალიან მიხარია რომ აქვს ეს შესაძლებლობა რომ მათ კიდევ ერთხელ დაუდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა. მისმის რომ ბევრი საუბარი არ შეგიძლიათ სხვის საქმეზე, მაგრამ ნუ იმედია თქვენს ასე ვთქვათ პოლიტიკურ გუნდზე უფრო მეტის თქმას შეძლებთ. დღეს ჩვენ ვნახეთ რომ ნიკამელიას სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლე შვანგირაძემ მას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს რომ მელია რამდენიმე თვეში თავისუფლებაზე ვერ გამოვა. წლის 20 დეკემბრამდე იქნება ციხეში. კი ბატონო, დღეს თქვა რომ ზოგადად დისიდენტობის დრო მოდისო და სწორედ ასე ხედავს ის საკუთარ და სხვა პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ მანამდე ალბათ ბევრი რამ უნდა გაირკვეს იმ დაპირისპირებაში, რომელიც თქვენს გუნდსა და სააკაშვილს შორის არსებობს. ვეღარ გავიგო მელიას და სააკაშვილს შორის საუბრობს. გულისხმობ იმ ცნობილ შელაპარაკებას ციხეში საჯარო განცხადებების საფუძველზე, სადაც მელიამ თქვა, რომ სააკაშვილის გვერდში მას არაფერი ესაქმება, 1 ჰექტარზეც კი, შემდეგ სააკაშვილმა შემოუთვალა, რომ მას არ გულისხმობდა და არათუ 1 ჰექტარზე თურმე მის სართულზეა, იქვე მეზობელ საკანში. მოკლედ, რა ხდება გითხარით? თქვენ შეკითხვაში არის ორი შეკითხვა, ორივე ძალიან საინტერესო. თქვენ ნებართვით აი ამ შელაპარაკებაზე, როგორც თქვენ უწოდეთ, აი ბრალდებებზე, რომელიც სამწუხაროდ იყო გაჟღერებული და რომელსაც არ ქონდა არანაირი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამაზე ერთხელ ამ გადაცემაში, მე ვფიქრობ, აღარ უნდა გავაგრძელოთ სიტყვა, იყო ეს ბრალდებები წამოყენებული, მას არ ქონდა არანაირი საფუძველი, მოვისმინეთ პასუხი ნიკამელიასი და მე ვფიქრობ, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი უნდა ამოვწუროთ ეხლა ამი და თვითონ
მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიაც მე ვიცი რომ ფიქრობენ ასე რომ ამას შემდგომი გაგრძელება აღარ უნდა კონდეს. ჩავთვალოთ რომ ეს ხო დასანანი გაუგებრობა ის ბრალდება არის სრულიად მიუღებელი რაც გაჟღერდა და ნუ მეორე ნაწილში რაღაც ერთგვარი უკანდახევასავით არის რომ არ ვიგულის მიხართ თქვენ. ამიტომ რახან აი ესეთი ვითარება და რახან ჩვენი საზოგადოება ძალიან საჭიროებს ზოგადად ეროვნულ თანხმობას, ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებს შორის თანხმობას, მე მგონია რომ ამაზე ბევრი საუბარი აღარ არის მიზანშეწონილი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ბრალდება რომელიც იყო წარმოდგენილი, მას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი. ხო, მაგრამ ბრალდებამ გაიჟღერა, თანაც არაერთ გზის, სააკაშვილის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკა გილაური თქვენს კოალიციას აფინანსებდა, თანაც იმ პირობით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გეხსენებინათ, ეს მოითხოვს ალბათ განმარტებას, მათ შორის იმ დანარჩენ ოპოზიციაში. ეხლა თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც განმარტა რომ არ გულისხმობდა არც თავის მეგობარ ნიკა გვარამიას, არც თავის მეგობარ ნიკა მელიას, მაგრამ გულისხმობდა თქვენს კოალიციას. არა, არც არავის არ გულისხმობდა საბოლოოდ და ამიტომ ვამბობ რომ ეს იყო ძალიან დასანანი და სამწუხარო ბრალდება, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი არგუმენტები ამაზე პასუხი უკვე მოვისმინეთ მელიას მხრიდან და ეხლა როგორც ნიკა მელია, ასევე მიხეილ სააკაშვილი არ ფიქრობენ რომ ამას შემდგომი გაგრძელება უნდა კონდეთ. მე მგონი შეფასებების გაკეთებული არის და თვითონ მათაც აღარ აქვთ სურვილი რომ ამ თემაზე შემდგომი დისკუსია გაგრძელდეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს და ფიქრობენ თუ დარწმუნებული ხართ რომ ამას გაგრძელება აღარ ექნება, თუ დარწმუნებული ხართ ვის საფუძველზე? ერთი პოსტი ვნახეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც უარყო ის ბრალდებები, რომელიც წამოაყენა ნიკა მელიასგან სრულიად დასაბუთებით ვიცი რომ აი ამ პასუხის შემდეგ აღარ არის საჭირო შემდგომი დისკუსია. ის ასე თulis. ასე რომ ეს არის ამოწურული ამბავი და არ ვფიქრობ რომ რამე სასიამოვნო მოგონებად დარჩება, მაგრამ ასევე არ ვფიქრობ რომ თუნდაც აი ეს უსიამოვნო ინციდენტი შეიძლება საბაბი გახდეს რაღაცა სხვა ტიპის განხეთქილების იმ ქვეყნის ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის, რომლის ქვეყანაც კარგავს დღეს დემოკრატიას, ევროპულ გზასაც და არის ისეთი პრობლემები, მათ შორის აი ემიგრანტების უფლებების აკრძალვა და აი პოლიტიკური დაზავების მოლოდინი გააქვთ, იმიტომ რომ აი ერთი დღის წინანდელი ნიუსი ეხა მომიგდო, სადაც სააკაშვილი ამბობს რომ შეგვიძლია მეასე დაუბრუნდეთ ეხლა ამას, მე მგონი გაცემული არის თვითონ გვაძლევენ საბაბს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები და ამის გარშემო ვაკეთებთ ჩვენც ასე ვთქვათ ამის გარშემო ვსჯელობთ. ბოლო ორ პოსტზე, სადაც ნუ ეს ითქვა და ეხლა რაც იმედია რომ კიდე გამეორება აღარ დამჭირდება. თუ ამას გაგრძელება აღარ ექნება ნეგატიურ ჭრილში, უნდა ველოდოთ თუ არა გარკვეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ზავსაც, იმიტომ რომ ერთობაზე, კოორდინაციაზე, კონსოლიდაციაზე, ერთიან სტრატეგიაზე, ეროვნული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისედაც არსებობს ბიზნა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების შედარების კონტექსტში და სხვა ტიპის კოორდინაცია, მაგალითად 28 ნოემბერს არის დიდი აქცია, სადაც გამოდიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები და როგორც ერთი კოალიცია, ისევე ნაციონალური მოძრაობაც არის ჩართული აი ამ დიდი აქციის მოსამზადებელ სამუშაოებში. ასე რომ მე მგონია რომ ეს არის გავლილი ეტაპი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შემდგომი ბრალდებები აღარ იქნება, მით უმეტეს საწყენია, როცა ბრალდებს არაფერი არ უდევს საფუძველს. ხო, დავალოდოთ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, გამართლდება თუ არა თქვენს მიერ თქვენი შეკითხვა მეორე, რომელიც რომ აღარ მომეცით ამ თემაზე მსჯელობის გაგრძელების კი ბატონო მესმის, აბსოლუტურად პატივს ვცემ ამ შემთხვევაში თქვენს პოზიციას პირიქით. უბრალოდ გამეორება გამომივიდო და ამ გადაცემაში მომხრევა ნამდვილად არ მინდა გარკვეული დაპირისპირება და კონფრონტაცია, სულ არ ვარ მოწადინებული რომ ასე მოხდეს, კი ბატონო გენდობით სიტყვაზე დავუვდეთ მოვლენთა განვითარებას. რომლის ვისაუბრეთ, თქვენი აქცენტირება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რემარკა ჩემი აზრით, რაც თქვენ ამოიკითხეთ ნიკა მელიას დღევანდელი გზავნილიდან და აქ არის საუბარი დისიდენტობაზე და ეს არის
პირდაპირი მითითება იქითკენ, რომ ქვეყანამ დაკარგა ყველანაირი დემოკრატიული გამოხატულება პარლამენტის, სამინისტროების, არჩევითი ხელისუფლებების, ადგილობრივი ხელისუფლების სახით და ახლა უკვე პარტიული და ფორმალური დაპირისპირებები კი არ არის, უკვე ადამიანები უპირისპირდებიან სისტემას. ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ როგორც იყო თქვა საბჭოეთის პერიოდში, როდესაც განსხვავებულად მოაზროვნეები და ეს არის დისიდენტობა, ხო? პოლონეთში, საქართველოში, არ ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებში, ლეხ ვალენსა, ან ვაცლავ ხაველი, ან ზვიად გამსახურდია ჩვენთან მერაბ კოსტავა, როგორც იყვნენ წინააღმდეგობები და მათ არ ქონდათ პარტიები, არ ქონდათ არანაირი ფორმალ და არაფორმალებს ეძახდნენ კიდევაც თუ გახსოვთ, სწორედ აი აქეთკენ მიდის. თქვენს პარტიას ხომ არ ემუქრება როგორც როგორ არ ემუქრება, გამოვიდნენ და უნდა უკრძალოთ ახლა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, ხო? როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. ისევე კოალიცია ცვლილებასთან დაკავშირებით და რა ვიცი, მე მგონი ლელოსთან დაკავშირებით. პირდაპირ მიმდინარეობს ეს ახლა პარტიების აკრძალვა, მილიონი ემიგრანტი აკრძალეს უბრალოდ. თუ გესმით რა ხდება, მილიონი ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, ამ ადამიანებზე გუშინ პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი თავის ოჯახებს ეხმარებოდნენ, სხვას კი არავის ეხმარებოდნენ. და ამ ადამიანების როგორც საქართველოს მოქალაქეების აკრძალვა მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, ბეჭდურ მედიაზე იყო შეტევა. ეხლა გუშინ იყო მთელი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი ცვლილებები არის, რომ ინტერნეტ მედიასაც სხვადასხვა შეზღუდვები. სატელევიზიები რა დღეში არიან, თქვენ ჩემზე უკეთ იცით და ყველა ტელევიზიაში არის ეს რაღაცა ფინანსური წრეხი და სხვადასხვა ტიპის თავდასხმები. კრძალავენ მთლიანად ქართულ საზოგადოებას თავისი ყველა ფორმალური გამოხატულებით. აი ეს არის ახალი იდეოლოგია ქართული ოცნების. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შენ როგორც მოქალაქეს არაფერი არ გეკითხებოდეს. არსებობდეს რაღაცა უზენაესი ნება, რომელიც გამოხატული არის გაყალბებული არჩევნებით და ასეთი არის პარლამენტი, ასეთი არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ შენ მოქალაქე არ სწორედ ეს მახსოვდა, რომ პატარა პარტიებს თქვენს კოალიციაში სწორედ მათ არ ემუქრებათ, თორემ თქვენ ამ შემთხვევაში თვლიან, რომ ნაციონალურ მოძრაობის ასე ვთქვათ, გაგრძელება, რომ არა, ეს ასე არ პირდაპირ დასახელდა კოალიცია ცვლილებებისათვის, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა აიღო ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ. და მოკლედ ყველა მსხვილ პარტიას, რომელსაც შეუძლია რაიმე სახის პოლიტიკურ კლიმატზე ზეგავლენის მოხდენა, ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას ებრძვიან, ოღონდ თქვენ რაც გახსოვთ, ის არის, რომ თქვენს რომ იქო არიანო კიდე რაღაც სხვა პარტიები, რომელთაც არა აქვთო, ხო, მაგრამ იმათაცო თუ ოდნავ მაინც გაზარდეს თავის რეიტინგიო, იმათი ასაკრძალად შემდგომი რეგულაციებით ჩვენ გვაქვსო. აი ეს არის პირდაპირ უხეშად დაუფარავად ნათქვამი დიქტატურის დეკლარაცია. ეს არის ახალი იდეოლოგია ქართული ოცნების. რატომ მინდა ამაზე, რატო გამიხარდა, როდესაც თქვენ ეს შეკითხვა დასვით, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ქართული ოცნებაც, რომელიც შეიძლება ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ებრძოდა, მაგრამ სხვა პოლიტიკურ პარტიებს თითქოს და მოჩვენებითად არ ქონდა პრობლემები. ეხლა გადავიდა ყველას მიმართ შეტევაზე. გადავიდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, ყველა შტურმი მიმდინარეობს ქართული დემოკრატიული საზოგადოების და როდესაც თუ აკრძალეს მართლა ეს ყველაფერი და თუ არანაირი ფორმალური ის აღარ დარჩა, ეხლა დაიწყეს უკვე მილიონი ადამიანი აკრძალეს მხოლოდ ემიგრაციაში. აი ეს არის წარმოუდგენელი რამ. აქაც აკრძალავენ. ვიღაცაზე შეიძლება ბოლოს იყოს ნათქვამი, რომ იცი რა, აი ეს ადამიანი ადრე რომელიღაც პარტიასთან იყო აფილირებული. და მოდი ესეც ავკრძალოთ. მოდი ამ ტელევიზიამ მიიყვანა სიტყვაზე თავის ეთერში ნუგზარ ციკლაური. თუ მე არ მოვწონვარ, ხო? და მოდი ამ ტელევიზია შეექმნათ ახლა რაღაც პრობლემები არის. კლასიკური დიქტატურა მყარდება საქართველოში და ამას თვალი უნდა გაუსწორონ არა მხოლოდ იმათ, ვინც დღეს ოპოზიციაში არიან, არამედ ყველა ვინც საქართველოს მოქალაქე არის. ძირები, აი დემოკრატიულობის ძირები. პირველი სიტყვა არის ძალიან ცნობილი, ხო, ბერძნული სიტყვა, რომ ეს არის დემოკრატია, სადაც
მოქალაქეები ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას როგორი იყოს ჩვენი კი ბატონო, გადაწყვეტილებაზე გამახსენდა ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხეთ, ისევე კონკრეტულად როგორც აი ქართული ოცნების შეცდომებზე საუბრობთ ხოლმე. არის რაიმე გადაწყვეტილი 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით გულისხმობ იმ ვერსიას, რომ შესაძლებელია აქცია შეიკრიბოს, არ დაიშალოს და სახეზე გქონდეს უწყვეტი პერმანენტული პროცესი. არ ვგულისხმობ იმას, რასაც ჩვენ ყოველ საღამოს ვხედავთ, მოშიმშილეების კვალ და კვალ. გულისხმობ დიდ, ასე ვთქვათ, საპროტესტო მასშტაბს, რომელიც არ შეიკრიბება 28-ში და არ დაიშლება, დიდი მეტყვით ვერსიები საპროტესტო მომისმინეთ. მასშტაბი ნამდვილად იქნება 28-ში. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი სამოქალაქო ჯგუფი, ასობით ადამიანს შევხვდით მარტო ჩვენ კოალიციის ფარგლებში აი ამ აქციის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. მაგრამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არავინ არ დაიშალოს იქიდან, ხო, ასეთი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ნამდვილად არ შემიძლია თქვა, რომ ეს ასე მოხდება. თუმცა გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. ვიღაც რომელიღაცა ჯგუფებმა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, ისე როგორც მაგალითად გედემან ფოფხაძე და საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება. თქვას, მაგრამ ეხლა აქ მნიშვნელობა აქვს, რომ მიემართა. ეს არის დიდი დეკლარაცია. ქართული ოცნება სულ ცდილობს თელ დასავლეთს უთხრას, ხალხსაც რაღაც ტყუილები უთხრას იმის შესახებ, რომ პროტესტი მცირდება, სინამდვილე ვიცით რაც არის, ხო? უკვე 1 წელი გადის, მას შემდეგ 28 ნოემბერს გადის. ზუსტად 1 წელი, რაც ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილება გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებულმა კობახიძემ და ამას ეძღვნება ზუსტად ეს პროტესტი. ამიტომ მე მერჩინა რომ იქნება ძალიან დიდი გამოსვლა. და კიდევ ერთი რომ იქნება სხვა შორის დაიშლება თუ არა ლევოცკი აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ აქციაში. ძალიან კარგი არის თუ მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან კარგი არის ყველა თუ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ყველამ ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში სადაც ყველა სამოქალაქო უფლება არის გაუქმებული, სადაც პატარა ბავშვებს იჭერენ, სადაც ხრაშვილის დედა შეუძლია დაუნანებლად ციხეში ჩასვან და სისასტიკე გასცდა ყველა ფარგლებს, ხო? იქ რაღაცა ქართული ოცნების დანამატად არავინ აღარ უნდა გამოვიდეს რომელიმე საკრებულოში, გაყალბებული არჩევნებით შედგენილ საკრებულოში. აი ესეც არის, ეს არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, თორემ ყველა იმ ადამიანს გარეშე მაინც მოგზანდება, რა ვიცი, კი ბატონო, ვისაა ნება, რომ ადამიანებს პროტესტის გამოთქმა და ამორჩეველი როგორ გაგიგებთ, ანუ ის ამორჩეველი, რომელსაც შესაძლებელია ახლოს არის შეხედულებებთან თქვენი ეს გზავნილი, რომ არ უნდა გახდე ქართული ოცნების დანამატი და ამ დროს ხედავ რომ მონაწილეობ აი ამ აქციაში. მე მგონი ლელოს ამორჩეველმაც აჩვენა, ისევე როგორც აჩვენა ბატონ გახარიას ამორჩეველმა, რომელმაც დაკარგა 75% ხმების, ხოლო ლელომ დაკარგა 50% თავისი ამორჩევლების, რომ აი ამ სიბილწესთან ეხლა აფილირება, რაღაცა დემოკრატიული ფასადის შექმნა, ვითომ არსებობს დისკუსია. არ მოდის ეს? რასთან? რომ ერთის მხრივ შენ არჩევნებში მიიღე მონაწილეობა თანამშრომლომ საკრებულოში ქართულ ოცნებასთან და მეორეს მხრივ 28 ნოემბრის აქციაში მონაწილეობა. გაუგებარია, თუმცა ეს ეხლა არავის არ აქვს, ხო, არც უფლება, არც ძალა, სხვა შორის და არც კიდე სურვილი. რომ ადამიანს, რომელსაც სურს რაღაცა გამოხატოს თავის პროტესტი, გამოხატოს. ჩვენ უნდა დავინახოთ თავარი რამ, რომ ყარდება ახალი იდეოლოგია, სრულიად ახალი იდეოლოგიური ჩარჩო, სადაც ხალხის, ადამიანის, მოქალაქის ადგილი არ არის. შენ არაფერი არ გეკითხება გეუბნებიან და შემთხვევითი არ არის ის ეგრეთ წოდებული არაბული პროექტი, რომელიც ახლა ხორციელდება, რომ იქაც გეუბნებიან, რომ აქ არის საიდუმლო ნაწილები, შენ თვალებმა ეს არ უნდა წაიკითხონ და ქართული ხალხის, საქართველოს მოქალაქის ზურგს უკან უნდა განხორციელდეს. და ცუდი იყო დღეს ამ საკითხზე კითხვის დამსმელი რომ იყო ოპოზიცია პარლამენტში, გახარიას გუნდს გულისხმობ? რამე უფრო მეტი სინათლე შემოიტანა პრემიერის 5 საათიანმა გამოსვლამ. აქ მარტივად არის ყველაფერი. არსებობს ხელშეკრულება. ხოლმე შემოქონდა რაიმე სინათლე. არც 50-ს არ ქონდა. ოპოზიციის ვალდებულება უნდა დასვას კრიტიკული შეკითხვა. ხელისუფლების ნება გასცემს თუ არა ამ წურა ნება არ არის. ხელისუფლების ვალდებულება. რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ისეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ორი არაბული
ქალაქის მშენებლობა და აქ ეხლა რაღაცა ქსენოფობიურ განცხადებებს კი არ ვაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ ბევრი ევროპული ინვესტიცია შემოდიოდეს, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, არ ვარ წინააღმდეგი, რომ სხვა ქვეყნებიდანაც შემოდიოდეს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეს აქვს თუ არა უფლება იკითხოს, რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება, როდესაც საუბარი არის ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარზე, 6.6 მილიარდ დოლარზე. აი ამის უფლებასაც გვართმევენ. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ სადაც უნდა რაღაც ქალაქს გააშენებენ და თან თავარი რა არის. თუ ყავს კეთილსინდისიერი ხელისუფლება, რომელიც არასდროს არ ყოფილა რაიმე კორუფციასთან გაკარებული, ხო? ეს კიდე სხვა ვითარება იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ხომ ნახეთ ოქროს ზოდები ჩვენი მინისტრების სახლებში. ჩვენ ხომ ნახეთ 20 მილიონი ლარი ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის სახლში და ჩვენ ხო ყველამ ვიცით, რომ ყველა მინისტრის სახლში ეს ხდება. ყველა იპარავს, ტოტალური არის ეს კორუფცია და ქურდობა, რაც არის. და აბა მაშინ რატო უნდა დაუჯეროთ და რატო უნდა დავთანხმდეთ იმ ვითარებას, რომ არ გაგვაცნონ აი ამ არაბული პროექტის პირობები. აბა ფულსაც ხო სახში წაიღებენ, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. ესეც ხო თავისთვის უნდათ. როდესაც 20 ლარი ემატება პენსიონერის ხელფას და შენ 20 მილიონი ლარი გაქვს სახში, იქ ყველაფერი ნათქვამი არის. და ამიტომ არის ეხლა რომ მარტო ოპოზიციის წარმომადგენელთა უფლებებს კი არა უქმებენ, აუქმებენ საქართველოს მოქალაქეს. მას სხვერპლად უნდა მიიტანოს თავისი გონებაც, თავისი სინდისიც, თავისი ინტერესიც იმ სამსხვერპლოზე, რომელსაც ქვია ქართული ოცნების ერთადერთი ინტერესი, რომ გაძარცვოს ეს ქვეყანა. აი ეს არის ახლა ეს ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებზეო, ბიზნეს ივანიშვილთან ბრძოლაშიო, რაღაცა ბრძოლის პოლიტიკური ბრძოლის ახალი სტრატეგიაც იკვეთება თქვენ შემთხვევაში, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვედრი ხართ. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, რუსთაველის პროტესტი, რომელიც არის სინდისი დღეს ქართული საზოგადოების. რუსთაველის პროტესტი, სადაც სრულიად განსხვავებული ადამიანები დადიან. იქ არ არსებობს პარტიული ინტერესი, ვიღაცა ამ პარტიას ეკუთვნის, ვიღაცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, ზოგი საერთოდ არც ყოფილა აქამდე საზოგადოებრივ ასპარეზზე და ახლა გამოდის. რატო გამოდის? იმიტომ რომ ეს ხალხი გრძნობს, რომ უფრო დიდ რამეს ემუქრება ახლა საფრთხე, ვიდრე არის ჩვენი პარტიული ინტერესები, ვიდრე არის კინკლაობა, ვიდრე არის რაღაც პარტიკულარიზმი, რომელიც სულ ყოფილა ქვეყნებში. ახლა უფრო დიდი რამე არის, რაც გვაიძულებს და მოგვიწოდებს იქითკენ, რომ მოხდეს ეს ერთიანობა. ამიტომ არის ახლა პატიმრის მშობლებთანაც, რომელსაც ახლა უდასტურებ განსაკუთრებულ პატივისცემას და აგრეთვე ყველა იმ ადამიანთან, ვისაც იჭერდნენ, გამოდიოდა, ისევ აგრძელებდა ბრძოლას, ვინც ყინვაში, სიცხეში გამოიტანა, ეს მართლა ჰეროიკული ერთი წელიწადი ქვეყნის მთავარ გამზირზე, ხო? ყველას ახლა უნდა გვაერთიანდეს ერთი მთავარი იდეა. დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაცია და რაც მთავარია, ჩვენი ადამიანური უფლება, რომ რამეს გადაწყვეტილებას ვიღებდეთ ამ ქვეყანაში. სამოქალაქო უფლებები ახლა არის აყრილი, კონსტიტუციური უფლებები არის აყრილი, არჩევნები ყველა მიცის, რომ არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას, ამიტომ ჯერ ამას უნდა მივახციო და ყველას ვარწმუნებ, რომ ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვრჩება რაღაცა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ორიენტირებზე სასაუბროდაც, საკამათოდაც და რა ვიცი, ბრალდებების გასაჟღერებლად. ეხლა არის ეროვნული თანხმობის დრო. უნდა შეთანხმდეთ, ვისთან უნდა შეთანხმდეთ? რომ საქართველოს მოიპოვოს თანხმობის ფორმატში. რომ უნდა შევთანხმდეთ ყველანი, რომ ქვეყანას აქვს უფლება, რომ მისი არჩეული პარლამენტი გამოხატავდეს ხალხის ნებას. ეს ამაზე ხო ყველა შეთანხმებული ხართ უკვე ძალიან დიდი ხანია. შეთანხმებული, როდესაც ვიღაცა იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვიღაცა არ იღებს, ვიღაცა ამბობს, რომ ვიღაცა ერთი წლის წინ ამბობდა, რომ ეს არჩევნები გაყალბებული არისო და დღეს ვხედავთ, რომ ვითომ იმ პარლამენტში არიან ოპოზიცია. ასე ვთქვათ, რამ დაკარგა, რამ სიმართლე როგორ შეიძლება აზრი დაკარგოს? თუ ის არჩევნები გაყალბებული იყო, ქალბატონო ემა, თუ ის არჩევნები გაყალბებული იყო, აი სიმართლე როგორ დაკარგავდა ერთი წლის მერე აზრს? ეს ხო არის შეუძლებელი. და ამიტომ აი ამ თანხმობაზე არის ახლა საუბარი, რაც უფრო მალე შეთანხმდება
მთელი ქართული საზოგადოება. რაც უფრო მეტი იქნება ადამიანი, რომელიც ხმას აიმაღლებს უფლებობის წინააღმდეგ, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება გამარჯვების. რა თქმა უნდა, შეიძლება ნიჰილისტური ტონები ყველგან გააჟღერო, მაგრამ ეს ნიჰილიზმი არის ის, რაც ქვეყანა უკან მიყავს. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა ისე, რომ თითოეულ კაცზე თითო ავტომატი ჰქონდა იმ რეჟიმს, მაგრამ მაინც დაინგრა, იმიტომ რომ აღარ იყო სიმართლე, არ იყო რაღაც სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრები, იყო ცინიზმი. აი ახლა ეს ხელისუფლებაც ესეა, აღარ აინტერესებს ადამიანი, აღარ აინტერესებს პენსიონერი, აღარ აინტერესებს ემიგრანტი, პატარა ბავშვებს ხედავთ რა ფორმებითაც უსწორდებიან. ამიტომ ეხლა ეს იქნება დიდი ეროვნული გამოსვლების დასაწყისი და არავითარ შემთხვევაში იქნება დიდი ეროვნული გამოსვლების დასაწყისი. მოწმე იქნება, დიახ, დიდი ეროვნული გამოსვლების მოწმე. თუმცა წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს დაამთავრებს თავის 3000 წლიანი ისტორიას, თავის რაღაცა მთავარ კარდინალურ ხაზს, რაც ჰქონდა თავისუფლების და ევროპისკენ ერთგულების, ეს ასე არ იქნება. რო ეგონებათ, რომ არავინ აღარ დარჩა. ანონსებთ დიდი ეროვნული გამოცდების დასაწყის, იმიტომ რომ გამოსვლების, კი ბატონო, ანუ იმიტომ რომ არაერთი გვინახავს მანამდე. საკმაოდ დიდი მასშტაბური, ანუ ინტენსივობა გაიზრდება, ეს მაინც მითხარით. ინტენსივობაც გაიზრდება, გამოსვლების მასშტაბიც გაიზრდება. იქნება დამოკიდებული ამ შემთხვევაში ძირითადად სწორედ თარიღზე ჩამოკიდებულ ასეთ მასშტაბურ აქციებს ხედავთ. ჩამოკიდებული. ეს თარიღი იქნება ის, როცა ბევრი ხალხი, როდესაც იქნება იმ რაოდენობის ხალხი, რომელიც არის საკმარისი. სანამ არ იქნება, ეხლა რახან რაღაც რაოდენობის ხალხი არის, რახან თქვათ 28-ში არ შეიცვლება, ან 1 დეკემბერს, ან 15 დეკემბერს, ჩვენ ფუძემდებლურ პრინციპებზე უნდა ვთქვათ, ჩვენ ღირსებაზე უნდა ვთქვათ, მეტი რაღა უნდა მოხდეს. დედები, რომლებმაც შვილები სკაიპით გაზარდეს ამ სიმწარეში რომ თავიშვილებს ვერ ხედავდნენ, მათ საარჩევნო უფლებებს უკდავდნენ. გაგვიყვანენ ეთერიდან, მადლობა. ნუგზარ ციკლაური კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ გახარია საქართველოსთვის დეპუტატს ტატახვედელიანს მოусმენთ და ეთერს სალომე სამადაშვილი ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი დაასრულებს. გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. კობახიძის ასე ვთქვათ მოხსენება ორ საკმაოდ მნიშვნელოვან თემას ეხებოდა. ერთი არაბულ ინვესტიციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ორი მასშტაბური პროექტი უნდა განხორციელდეს და მთავარი შეკითხვა ეხება სწორედ იმ გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ კერძო ორგანიზაციასთან გააფორმა. ამაზე ძირითადი არგუმენტი კობახიძემ ბევრი ისაუბრა, მაგრამ სწორედ აი ამ გასაიდუმლოების ნაწილთან დაკავშირებით მის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 10 წელიწადში კომერციული საიდუმლოების სტატუსი თურმე 1554 ხელშეკრულებას მიენიჭა, მათ შორის ანაკლიის პორტის შესახებ შეთანხმებას. ასევე ბევრი ისაუბრა ირაკლი კობახიძემ განათლების დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა მთავარია უპასუხა თუ არა ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს, ამომუწურავი პასუხები გასცა თუ არა, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას მაინც შეზღუდული ჰქონდა რეგლამენტით შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. რაოდენობრივი თვალსაზრისით. ტატახვედელიანი გახარია საქართველოსთვის დეპუტატია ჩვენთან ერთად. ტატა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი მთავარი შეკითხვაც იგილხილთან დაკავშირებით ეხება იმას, რომ რატომ მალავს ხელისუფლება კომპანიასთან გაფორმებულ სახელშეკრულებო პირობებს, რაც შემდეგ უკვე ძალიან ბევრ ვერსიას აჩენს, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესების ზიანი გამოიწვიოს. მიიღეთ თუ საკმაოდ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა კობახიძეს, თქვენმა თანაგუნდელებმა შეადარეს კიდეც კონკრეტული, ასე ვთქვათ, კომპანიის PR-ისა და მარკეტინგის თანამშრომლის, ასე ვთქვათ, გამოსვლას, შემდეგ უკვე ვნახეთ ქართული ოცნების წევრების მიერ
დაცვის მცდელობა ირაკლი კობახიძეს როდესაც ზრდილობისკენაც მიგითით ეს, მაგრამ მიიღეთ თუ არა იმაზე მეტი ინფორმაცია ამ მასშტაბური დაგეგმილი მასშტაბური პროექტის შესახებ, რაც თუნდაც მანამდე გქონდათ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. უნდა დავიწყოთ იმითი, რომ სიახლე დღეს ჩვენ ბატონი კობახიძის სიტყვაში არაფერი მოგვისმენია, ეს იყო იგივე, რასაც ჩვენ ამ დღეების და ბოლო თვის განმავლობაში ვისმენთ. და ფაქტიურად, მაშინ, როდესაც მე პირადად ველოდი, რომ სიღრმისეული განხილვა იქნებოდა განათლების რეფორმის, იმიტომ რომ იცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის განათლების მიმართულება და რეფორმა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს, რა თქმა უნდა, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ჩვენი ახალი თაობის განვითარებას და მე ესეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ ბატონ კობახიძეს ძალიან სურდა განათლების რეფორმაზე უფრო მეტი ესაუბრა, თუმცა ის გამოუშვეს საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ Eagle Hills-ის პროექტის რეკლამირება გაეწია და მას ეს გამოუვიდა ძალიან კარგად. მან ისაუბრა Eagle Hills-ის შესახებ, ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ. ძალიან ბევრი რამ მოვისმინეთ არაბული მხარის სარგებელზე და კონკრეტულად ამ კომპანიის სარგებელზე, თუმცა ძალიან ცოტა რამ ქართული ხალხის სარგებელზე და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ქართული ხალხის სარგებელს რაც შეეხება, მაგათაც კობახიძემ თქვა, რომ არასწორია ის დამოკიდებულება თუ რისკებზე საუბარი, რომ შესაძლებელია სწორედ ამ ორ დასახლებაში უმეტესწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინონ უძრავი ქონება, იმიტომ რომ უძრავი ქონების, ასე ვთქვათ, უძრავ ქონებაში საკუთრებაში თანამონაწილეობა ახლაც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ უმეტესობა მაინც 80%-ზე მეტი ქართველი ყიდულობს და ასე ვარაუდობს, რომ იქნება Eagle Hills-ის პროექტების შემთხვევაშიც. დიახ, მან ეს ივარაუდა, თუმცა ეს ვარაუდი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხედავთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ესეც ოცნების პასუხისმგებლობა არის ეკონომიკურ მდგომარეობას, იმიტომ რომ კი ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ოცნების წევრები ტრაბახობენ, თუმცა ეს არ ისახება ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებზე, ეს არ ისახება სოციალურ ზოგად ფონზე, იმიტომ რომ იცით, რომ კატასტროფულად არის გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა, მათ შორის გარდა იმ უკვე დაფიქსირებული სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის გარდა გვაქვს მომლოდინეთა კოლოსალური რაოდენობა, ასევე ემიგრაცია, რომელიც რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ახორციელებს ოცნება, ადამიანებს უწევთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ოჯახის დატოვება, წასვლა საზღვარგარეთ. ასეთი ტიპის ინვესტიციები, რაც შეიძლება სტიმული გახდეს სხვა ინვესტორებისთვისაც, როცა დაინახავენ, რომ საქართველოში Eagle Hills-ი ასეთ მასშტაბურ პროექტს იწყებს. რა თქმა უნდა, ინვესტიციები არის მისასალმებელი. რა თქმა უნდა, თუმცა ეს ინვესტიციები უნდა იყოს ბოლომდე გამჭვირვალე, რა თქმა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და რა თქმა უნდა სარგებელი უნდა მოჰქონდეს ჩვენი ხალხისთვის. მაგრამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ მთავრობას და ოცნებას აქვთ დაკარგული ნდობის ფაქტორი, გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში კორუფციით გაჟღენთილი სახელმწიფო ვერტიკალი, რომელზეც თვალს ხუჭავდა ეს ძალა და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტარს უკრავდნენ ბატონი კობახიძის სიტყვას, ზუსტად ასევე ისინი ტარს უკრავდნენ ბატონი ღარიბაშვილის სიტყვასაც, ისინი არავითარ კრიტიკულს კითხვებს არ სვავდნენ ბატონი ღარიბაშვილის მისამართით, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა სახელმწიფო უწყებებში, რა ხდებოდა თავდაცვის სამინისტროში, რა ხდებოდა ტენდერებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი საბოლოოდ მათ თვითონ აღიარეს იმ დაჭერების ფონზე, რაც ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში. აი, გამართლდა თქვენი მოლოდინები? რა თქმა უნდა, არ გამართლდა. ჩვენ შევედით პარლამენტში იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი დაგვებრუნებინა პარლამენტისთვის. დაგვებრუნებინა, იმიტომ რომ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილში, თუნდაც თქვენს მონაწილეობას აი ამ ფორმით. რა თქმა უნდა, თუნდაც ის, რომ
მოგზაურს თუ მოასწარით, ისიც ამაზე საუბრობდა, რომ ხა რაღაცა რა მიიღეთო თუნდაც იმის გამო, რომ ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა ორი შეკითხვა Eagle Hill-თან დაკავშირებით დაესვა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ განსხვავებული აზრი საქართველოს პარლამენტში, ჩვენ მივიღეთ ის, რომ წვავე შეკითხვები დავუსვით და მას მოუწია გარკვეულ საკითხებში რაღაც საკითხების აღიარება. მაგალითად, ეკონომიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ისინი ამაყობენ ამ ეკონომიკური ზრდით, მან დღეს განაცხადა, რომ ყველაზე ასე ვთქვათ, დაბალგანვითარებული ევროპულ ქვეყანასაც კი საქართველოს სამჯერ ჩამორჩება ცნობილი ფაქტია. კი ბატონო, ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა არასდროს უთქვამს, რომ ჩვენ განვითარების დონით ვართ რომელიმე ევროპულ ქვეყანაზე. ჩვენ არ მოგვისმენია მისგან, ჩვენ მოსმენილი გვაქვს უამრავი ტრაბახი და უამრავი საქებარი სიტყვა თუ როგორ ახდენენ ეკონომიკურ ზრდას, როგორ ყვავის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლებში, ყოველი მეოთხე ბავშვი კვლევებით დასტურდება, რომ ზოგჯერ ან ყოველთვის განიცდის შიმშილს. მაშინ, როდესაც აი ჩვენ განათლების რეფორმაზე ვსაუბრობდით და ძალიან ბევრ სტუდენტს აქვს სტატუსის შეჩერებული. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ სტუდენტს ელემენტარული იმის საშუალება არ აქვს, რომ გამოიკვებოს საკუთარი ოჯახი, თავისი თავი, აქედან გამომდინარე, ეს ყველა პრობლემა დღეს სწორედ აი ჩვენი დამსახურებით და ჩვენი მწვავე შეკითხვებით იყო წამოწეული, მას მოუწია საუბარი ამ ყველაფერზე, მას მოუწია სიმართლის მოსმენა, პასუხების გაცემა და რა თქმა უნდა, ფსევდოპროცესი უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, ამაზე საუბრობდა დღეს გიორგი სიორიძე. პარლამენტი იყო გამხდარი ოცნების ოფისი, სადაც არავითარი განსხვავებული აზრი არ იყო, ეს იყო სრულიად კომფორტული გარემო მათთვის, კანონების განხილვა მიმდინარეობდა ძალიან კომფორტულ მეგობრულ სიტუაციაში, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დიახად წვავე შეკითხვები, კანონების განხილვაც მიმდინარეობს სწორედ იმ ვითარებაში, რომ მათ უწევთ გასცენ პასუხები ჩვენი შეკითხვებისთვის, მათ უწევთ, რომ ჩვენი აზრი მოისმინონ და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესი არის, იმიტომ რომ მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა საქართველოს პარლამენტში და არავინ არ გაუტარებს ამათ აი ყველაფერ იმას, რასაც საუბრობდნენ ქვეყნისთვის ესეთი მნიშვნელოვანი შენობიდან, ისტორიული შენობიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ კიდევ ძალიან კრიტიკულად შევხვდებით ნებისმიერ თანამდებობის პირს. კი, დღეს ძალაუფლება ოცნების ხელშია კონსოლიდირებული, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემცირდეს ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა და სწორედ აი ესეთი დღეებით, როგორც იყო დღეს, ჩვენ ამას გავაკეთებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ხო, ასეთი, არ ვიცი, დღეებით უხერხული შეკითხვები შეკითხების მიუხედავად ქართული ოცნება არაპირებს უარი თქვას აი ამ პროექტის განხორციელებაზე. ის არაპირებს ამ პროექტზე უარის თქვას, თუმცა ჩვენ შევუქმნით მათ დისკომფორტს სწორედ ასეთი შეკითხვებით და დღეს ბევრჯერ იყო იმის დამადასტურებელი, რომ მათ დისკომფორტი შეექმნა. თუნდაც ჩემს ნათქვამზე, როდესაც მე მათ მოვუწოდე სხვადასხვა ტექსტები და სხვადასხვა სიტყვები. ოპოზიცია რატომ ვერ ხედავს, ასე ვთქვათ, თქვენს როლსა და მნიშვნელობას, ან თუნდაც გავლენას საპარლამენტო პროცესზე? აი გიორგი სიორიძე ხა სხვას არ მოვიყვანს თქვენთან ღიად ესეთ დაპირისპირებულ ოპოზიციურ ძალას ლელოს წარმომადგენელია და თქვენ თანამშრომლობდით სულ ცოტა ხნის წინ, ახლაც არ ხართ ასე მწვავედ დაპირისპირებული ერთმანეთთან. ყოველ შემთხვევაში ურთიერთ კრიტიკა არ მოგვისმენია. აპირებენ პარლამენტში მოაწყონ წარმოდგენა ოცნების დეპუტატებმა, რა კითხვები უნდა დაუსვან ირაკლი კობახიძეს, ეს ფსევდოპროცესია უბრალოდ საცირკო წარმოდგენაა, სწორედ ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილიც დღეს გამართულ ინტერპელაციას პარლამენტში. მესმის, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, რომ ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან ბევრი განსხვავებებია, ფასეულობით, ღირებულებით ნაწილში, გზები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ საბრძოლველად, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პოლიტიკა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანი არის განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ საქართველოს პარლამენტში. ინსტრუმენტებად გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური და მშვიდობიანი ფორმები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული რეალობა. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლის გზა დღეს გადის
საქართველოს პარლამენტში ჩვენ ამ ტრიბუნას ვიყენებთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე თვითმმართველობის ორგანოებს და საკრებულოებს. აქედან გამომდინარე ჩვენ კი აქ არის განსხვავებები, თუმცა ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ საერთო მიზნისთვის ჩვენ ურთიერთთანამშრომლობა გქონდა პარტია ლელოსთან და კოალიციასთან, როგორც იცით და ჩვენ შევძელით ჩვენი რაღაც სუბიექტური აი ამ განსხვავებების გადადება გვერდზე იმისთვის, რომ საერთო მიზნისთვის ყოფილიყო კონსენსუსი მიღწეული და ძლიერი კოორდინაცია ყოფილიყო და ეს ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი პარტიის ცხოვრებაშიც და რა თქმა უნდა ვიცი რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ცხოვრებაშიც. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ყველა თავისუფალია თავის არჩევანში. საცირკო წარმოდგენას უწოდებენ იმას, რაშიც თქვენც მონაწილეობთ, აი მარტივად გითხრათ. არა, ჩვენ ვერ გვეწყინება, იმიტომ რომ ჩვენთვის სწორედ ესეთი დღეები, ეს არის ერთი აგური დადებული იმ ბრძოლაში და იმ ძლიერი შენობის მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ბრძოლის ინსტრუმენტი უნდა იყოს პარლამენტში მშვიდობიანი ფორმით, ჯანსაღი ოპონირები და დღეს მე ჩემს კოლეგასაც ვუპასუხე. დიახ, ჩვენ შევედით იქ იმისთვის, რომ ჯანსაღი და ღირსეული ოპონირება, ღირსეული პოლიტიკის კეთება შევძლოთ იქ და მოვუწოდოთ ამ ადამიანებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვით და ამ ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდეს ამ შენობაში მუშაობა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღარ გვაქვს ჩვენ დასაკარგი დრო, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება შველა იმ მდგომარეობიდან გამოყვანა, რა მდგომარეობაშიც ქართულმა ოცნებამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ამ ყველაფერში ეხმარებოდნენ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დღესდღეობით და დღემდეც არიან 4 ოქტომბრის შემდეგ არ გაცემულო კითხვებზე პასუხები. აი ეს მინდოდა მეკითხა. კიდევ ერთხელ დაასახელეთ, აღნიშნეთ უბრალოდ ახსენეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი ხართ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ხართ მათ შორის, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ მოითხოვს გარკვეული პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და იმ ადამიანებისგან უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას თუ არ ვიცი მეტი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე, ვინც ამ საქმეზე დაპატიმრებულები არიან. დღეს წინა სასამართლოს ხდომა გაიმართა და ფაქტობრივად 4 ოქტომბრის შემდეგ პირველი პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ მათგან. ანუ მიიღეთ თუ არა თუნდაც ნაწილობრივ პასუხი იმ შეკითხვებზე თუ მოთხოვნებზე, რაც თქვენ გაქვთ როგორც პოლიტიკოსების მიმართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავინახოთ ეს საკითხი ორი რაკურსით. ეს არის ერთი სამართლებრივი მდგომარეობა და მიმართულება და მეორე პოლიტიკური მიმართულება. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ სამართლებრივი კუთხით მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარეობს და დაიწყო უკვე სასამართლო პროცესები. ეს ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს იყო პროვოკაცია ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან ბევრი მსხვერპლი ჰყავს. და როდესაც ჩვენ მეორე მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ან პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, აი სწორედ აქ უნდა დადგეს საკითხი ისე, რომ იმ ადამიანებმა, ვინც თვეების განმავლობაში მოუწოდებდა ჩვენს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნების მაგივრად, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი დამხობაში მიეღოთ მონაწილეობა. ის რომ ისინი მოუწოდებდნენ, რომ ამ დღეს დასრულდებოდა ყველაფერი, შეიცვლებოდა და ეს პროცესი იქნებოდა მშვიდობიანი, აი ეს ადამიანები დღესდღეობით არიან დაუსჯელები და მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე არ აუღიათ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის გადაფურცვლა და ამ საკითხის დავიწყება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ შეუძლია, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი მდგენელი არის. ამ ყველაფერმა საბოლოო წერტილი დაუსვა ჩვენს პროტესტს, ბრძოლას, საბოლოოდ გვაჩვენა ის, რომ ბოიკოტი თავდაპირველადვე იყო
და არის გადაწყვეტილება, რომელიც გადაიზარდა არჩევნების ბოიკოტირებაში. ეს იყო ძალადობრივი პროვოკაცია, რომელსაც აყვა ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი. ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, გარკვეული ამ პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ეს იქნებოდა მშვიდობიანი პროცესი და ამ ყველაფერს ოცნება, რა თქმა უნდა, იყენებს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ეჭვი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ დიახ, ოცნებაში დაიგეგმა ეს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობა და რა თქმა უნდა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა განაყოფებმა და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომლებმაც განახორციელეს ეს, სწორედ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ ითამაშეს მაშველი რგოლის როლი ამ ოცნებაში დაიგეგმა ათონელის რეზიდენციაში მისვლა და არის ბურჭულაძემ, ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა ეს შეასრულეს? მე ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა დაიგეგმა, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი კვალი არის ის, რომ ერთადერთი ვის წისქვილსაც ასხავდა ეს ყველაფერი, ეს არის ოცნება, ამით ოცნება გაძლიერდა ისევე როგორც ბოიკოტით და საბოლოოდ ამ ერთი წლის განმავლობაში მაშინ როდესაც უნდა შესუსტებული პროვოკაცია იყო და ღალატიო, ანუ რა თქმა უნდა თვითონ ამბობენ, თვითონ ამ ყველაფერს ამბობენ, ამ პროპაგანდისტულად იყენებენ ამ ყველაფერს და შეხედეთ პროპაგანდისტულ არხებს რა მონაცემები, რა სიახლეები არის ზუსტად 4 ოქტომბრის შემდეგ. პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობა არის ამ შემთხვევაში? ვისი მხრიდან? ორგანიზატორების. როდესაც ამბობენ, რომ იყო პროვოკაცია და იყო ღალატი გუნდის შიგნიდან. არა, ორგანიზატორებს მე ვერ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, სამართლებრივი პროცესი არის, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან ამ საკითხის ორგანიზატორები. ჩვენ ხო ვისაუბრეთ იმაზე, რომ ორი მიმართულება არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. სამართლებრივი თქვით, გარკვევით, რომ ქართულ ოცნებაში დაიგეგმა და ამათ შეასრულეს. დიახ, ამის ეჭვი გვაქვს ჩვენ და ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, რომ ერთადერთი ვისაც ეს პროცესი აწყობდა, ეს იყო ოცნება და ნაციონალურმა მოძრაობამ შვენივრად გაართვა თავი იმ კიდევ ერთხელ შეასრულა მაშველი რგოლის ფუნქცია, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ისევ სასამართლოს ნაწილი, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ყავს სასამართლო, რომელიც არის დამოუკიდებელი და თავისუფალი და ვხედავთ იმ აბსურდულ პროცესებს, რომელიც არის სასამართლოს კედლებში დღესდღეობით და ფაქტიურად სასამართლოს კედლებში ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს და ასევე ფიზიკური ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე. ნაკლებ შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებითაც გამოვლინდეს საბოლოო სიმართლე, დადგინდეს სიმართლე და შესაბამისად პასუხები გაეცეს ამ 4 ოქტომბრის საკითხებსაც. აქედან გამომდინარე მოლოდინი იმისა, რომ საბოლოოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებმაც დაგეგმეს და დაორგანიზეს ყველაფერი და ასეთ მდგომარეობაში ჩაყარეს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენ არ გვაქვს. მადლობა, ტატა ხვედელიანი გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთი სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს, სალომე სამადაშვილი, ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი. ქალბატონო სალომე, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი ამ თემაზე გავაგრძელებთ თქვენთანაც საუბარს. აი თქვენთვის შემოიტანა თუ არა წინა სასამართლოს სხდომამ და ამ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებებმა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმეზე, უფრო მეტი სიცხადე ამ პროცესში, იმიტომ რომ თქვენი პოლიტიკური ძალა მოითხოვდით ამ ადამიანებისგან მეტ ინფორმაციას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ისმოდა ხოლმე ასევე თქვენი ფლანგიდანაც, რომ უნდა აეღოთ ამ მომხდარზე გარკვეული წელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც დაპატიმრებულები არიან, არამედ მათაც, ვინც მათ ღიად უცხადებდა მხარდაჭერას. მადლობთ მოწვევისთვის. ერთი რამაც ფაქტი, რომ როგორც არ უნდა წარმართულიყო 4 ოქტომბრის მოვლენები, ასე ვთქვათ, დაგეგმილა თუ დაუგეგმავად თუ პროვოკაცია იყო, ფაქტი არის ერთი, რომ ერთადერთი, ვინც ასე ვთქვათ, სათავეში შეძლო ამ მოვლენების გამოყენება, ეს იყო ხელისუფლება, კარგია, რომ უფრო მეტად
ვერ მოახერხეს ეს და შეზღუდული იყო მათი არეალი მოქმედების, იმიტომ რომ იმდენად არის დისკრედიტირებული ეს ხელისუფლება, რომ უბრალოდ მეტი ვერ შეძლეს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ფობა, ეძახიან ფრანგები, ანუ იყო შეცდომა, არასწორად გადადგმული ნაბიჯი. მე პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ მაქვს სოლიდარობის შეგრძნება, მიუხედავად ყველაფრისა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ვერანაირ სიმართლეს, ვერანაირ სამართალს ჩვენს ქვეყანაში დღეს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმართულ საქმეში ვერავინ ვერ ნახავს. და ამიტომ მე მივიჩნევ, რომ ეს ადამიანები არიან ასე ვთქვათ, იმ თვალსაზრისით პოლიტიკური პატიმრები, რომ ისინი სამართალს ვერ ნახავენ. მაგრამ ის, რომ 4 ოქტომბრის ზოგადად ეპიზოდი შეიძლება ჩვენ შევაფასოთ როგორც პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ოქტომბრამდეც, 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ამან განამტკიცა ჩემი შეფასება და ვერაფერი ვერ მოვისწინე იმგვარი, რაც მაფიქრებინებს, რომ ჩემი ეს შეფასება, კონკრეტულად როგორც ერთი ადამიანი საქართველოს მოქალაქის, იყო მცდარი. ანუ პაატა ბურჭულაძის საკმაოდ ვრცელი განცხადება, სადაც ის საუბრობს როგორც პროვოკაციაზე, ასევე ღალატზე, თქვენთვის არ არის დაუშვათ დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოხსნათ ამ ადამიანებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საუბრობენ, რომ ხელისუფლებას აწყობდა რეალურად მათთვის ხაფანგის დაგება და მათი ხაფანგში გაბმა. ისეთ რა პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ აქტორებს უნდა დააკისროს ხალხმა და ამორჩეველმა, ხო? ამიტომ ჩემი აზრით აქ თავარი შეფასება კი არ არის მე რას გავაკეთებ, არამედ რა გაკვეთილები გამოიტანა აქედან საზოგადოებამ, იმიტომ რომ გარკვეულწილად ის განცხადებები ჩემი აზრით საკმაოდ უპასუხისმგებელი განცხადებები, როგორ შეიძლება და განვითარებულიყო მოვლენები 4-ში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამას წინ უძღვოდა ბოიკოტი არჩევნების, სადაც ძალიან რეალისტურ შანსს ოპოზიციას რომ გაემარჯვებინა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში და ჩვენ დღეს ყოფილიყავით ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაში, როგორც საზოგადოება, რომელიც ითხოვს ცვლილებებს, არა როგორც ოპოზიცია, არამედ როგორც მთელი საზოგადოება, რომელიც ცვლილებებს ითხოვს, შეიძლება და აბსოლუტურად სხვა მოცემულობაში ყოფილიყო, რომ განხორციელებულიყო მაგალითად ის შეთავაზება, რომელიც ჩვენ გქონდა ოპოზიციურ ძალებთან არჩევნებამდე, რომ მომხდარიყო დიდი გაერთიანება, ზეპარტიული გაერთიანება და ჩვენ დავუეწყო საქართველოს გათავისუფლება თბილისის და სხვა დიდი ქალაქების გათავისუფლებით. როდესაც ამ ძალიან რაციონალურ, რეალურ და რაც თავარია, პატრიოტსნად, ასე ვთქვათ, ხალხისთვის აღქმულ გეგმას წიხლი კრეს და ამის ნაცვლად აბსოლუტურად უპასუხისმგებელი დაპირებები გასცეს 4-ში რა მოხდებოდა და მე ვნახეთ მოვლენები როგორც განვითარდა, მიუხედავად იმისა, სოლიდარობა ჩვენ გვექნება თუ არა ამ ხალხის მიმართ და მე მაქვს და დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს აქვს. თუმცა როგორც ჩანს ეს სოლიდარობა არ კმარა ამ ადამიანების გასამხნეებლად, იმიტომ რომ მურთაზოდელოვამ დღეს განსაჯელი სკამიდან თქვა, რომ ჩვენი მაცხვენებელი არ დარჩა, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდაო. მე არავის ჩაქოლვა არასდროს არ მომითხოვია, არც ლეგოს არავის ჩაქოლვა არ მოუთხოვია, მაგრამ ჩემი პასუხისმგებლობა როგორც პოლიტიკოსის და ჩემი პარტიის პასუხისმგებლობა როგორც პოლიტიკური პარტიის არ არის მხოლოდ ვიღაცის, არ ვიცი, მაამებლობა არ არის ნამდვილად. ჩვენი გამოცანა დღეს როგორც საზოგადოების არის რომ მოვძებნოთ გამოსავალი ურთულესი მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის შესული საქართველო, რომელიც არის აქ რაღაც დაგუპვის პირას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ არ გვაქვს აქ ფუფუნება, რომ არ მიგუთითოთ პოლიტიკურ შეცდომებზე, როდესაც ეს პოლიტიკური შეცდომები არის ჩადენილი, თუნდაც იმ ხალხის მიმართ ვისი მოტივაციაც შეიძლება თქვენთვის ეჭვს არ იწვევდეს, რომ სწორი მოტივაცია ქონდა მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ამ შეცდომებს შეიძლება გადაყვეს საქართველოს ბერი და მისი მომავალი და ამიტომ ამ შეცდომაზე თქვენ მივუთითებთ
ხშირად, იმიტომ რომ ბრძოლა ამ ქვეყნებში არ არის დამთავრებული, ეს ბრძოლა გრძელდება და მათ შორის მომავალში საკვანძო ასე ვთქვათ გამოწვევების დრო, როდესაც დადგება, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ჩვენ შევახსენოთ, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაუჯდა ეს გადაწყვეტილება შესაბამისად ქვეყანას და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, საკვანძო გამოწვევებში რას გულისხმობთ? ხალბატონ ძალიან ძვირი დაუჯდა ბოიკოტის გადაწყვეტილება, საარჩევნო ბოიკოტის გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაუჯდა საქართველოს. საკვანძო გადაწყვეტილებას, როდესაც ამბობდით, რომ როდესაც საკვანძო გადაწყვეტილების დრო დადგება, აუცილებელია საზოგადოებას შევახსენოთო ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის გავლენა ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებზე, ანუ გულისხმობდით მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც შესაძლებელია ბადაზე ადრე გრძელდება და ბრძოლა გრძელდება და ამიტომ ახლა ნურავის მოექნება ილუზია, რომელმაც საქართველოს სიყვარულის სახელით დარწმუნებული ვარ, მაგრამ საქართველოს სიყვარულის რწმენით ძალიან დიდ სისულელეს მოაწერა ხელი, ჩემგან უექნება მოლოდინი, რომ მე არ შევახსენებ ამ სისულელებს და შესაბამისად არ დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის იმით, რომ შევეწინააღმდეგები ყველა მსგავს სულელურ შეთავაზებას და გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. ანუ როგორც ჩანს, კიდევ გაქვთ მოლოდინი ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის მხრიდან, რომ თუ ვადამდელი არჩევნების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ისინი ბოიკოტში დარჩებიან. მე არ მგონია რომ ახლა ამაზე მშელობა რელევანტურია, იმიტომ რომ რაღაც ძალიან თეორიული მოცემულობა არის, მაგრამ მე შემიძლია უთხრა ყველას და მე სხვა შორის ხაზგასმით მინდა აქ თქვა, რომ ადიდ ასე ვთქვათ, განსხვავებას არ ვავლებ ბოიკოტის მომხრეებს, საარჩევნო ბოიკოტის მომხრეებს და 4 ოქტომბერს 4 საათზე ვიწყებ და 8-ზე ვამთავრებ პოზიციას შორის, იმიტომ რომ არჩევნების ბოიკოტის გზაზე დადგომა მიიყვანა ქვეყანა იმ ჩიხში, რომელშიც 4-ში აღმოჩნდა. ამიტომ შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩემი პირადი პოზიცია იქნება როგორც ერთი პოლიტიკოსის, რომ როდესაც დადგება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მომენტი, აუცილებლად ასე ვთქვათ, მათ შორის გავითვალისწინებ სხვის შეცდომებსაც, საკუთარ შეცდომებსაც და ღია საჯარო დისკუსიაში ჩვენ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების სისწორეში, როცა ამის დრო მოვა. ამიტომ ახლა ვინმე თუ ითხოვს, რომ ჩვენ რაღაც არ ვისაუბროთ ვიღაცის შეცდომაზე, იმიტომ რომ დღეს სამწუხაროდ, ჩემდა სამწუხაროდ ის ადამიანი არის დაპატიმრებული, მე ამის ვექსილს ვერ გავცემ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს გაცილებით უფრო ბევრია ჩემთვის და მისი მომავალი ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა ვცემდე პატივს, ან ვაფასებდე, ან კეთილდაწყობა მქონდეს მის მიმართ. ანუ სახელმწიფოს ბედი არის ჯერ და მე ყველაფერის ამიტომ პოლიტიკურ დისკუსიაში ნურავი მოითხოვს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ დაშვებულ შეცდომებზე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ სხვასაც მოუნდება საუბარი შეცდომებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას უნდა გადავაყოლოთ საერთო ბრძოლა და საბოლოო ჯამში მე მიმაჩნია, რომ ბრძოლა საქართველოს გასათავისუფლებლად ისევ მოსაგებია ერთობლივი ძალებით. თუ ერთობლივ ძალებს ისევ განიხილავთ, როგორც გამარჯვების ფორმულას, თქვენ როგორც ერთი პოლიტიკოსი 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, იმიტომ რომ ლელოს წევრებიდან გარკვეული რაოდენობა მაინც აპირებს ამ აქციაში მონაწილეობის მიღებას. მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიცია, მე სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ, არ ვიქნები არც 28-ში, ესე დაემთხვა ჩემი ვალდებულებების გამო უცხოეთში, მაგრამ მე ვიყოფილიყავი აუცილებლად წავიდოდი 28-ში აქციაზე და შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააპროტესტოს ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ თუ ვინმე შეჭუეპარებოდა, მოისმინოს ყურადღებით კიდევ ერთხელ გერმანიის ელჩის განცხადება, მოისმინოს ის განცხადებები, რაც ბრიუსელში კეთდება. ჩვენ ფაქტიურად წლის ბოლოსთვის უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალურად დიდი ხნით დაგვეხურება ევროპის არი, იმ ევროპის, სადაც დიახ, როგორც გამორჩეული საათი ხანდახან სიმართლე სწორ დროს აჩვენებს, ეს ერთ სიმართლედ ამოწმა მარტო ივანიშვილის წარმომადგენელს და უკვე რაღაც არაბული კერძო საკუთრების განვითარების კომპანიის წარმომადგენელსაც, როგორც ჩანს, ეთყობა არ ვიცი ამ თანამდებობაზეც შეთავსებით ხოვა ივანიშვილმა ყობახიძეს მუშაობა.
ეს ერთი სიმართლე, რომელიც მან თქვა საქართველოს პარლამენტში არის ის, რომ საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, არის ბევრად უფრო ღარიბი, ვიდრე ევროკავშირის თუნდაც უღარიბესი სახელმწიფო და ამის შესაცვლელად მათ შორის არის საჭირო საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, რაცაც ხელს დგას ერთადერთი რამე უშლის, ეს არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ხო, მაგრამ ასევე დაგიწუნათ არგუმენტები. ჩემი აზრით ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. კი ბატონო, თუმცა აი მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ორგანიზატორებს შორის არის კოალიცია ცვლილებებისთვის, ხო, ამ აქციის ორგანიზატორებს შორის და ანუ გზარწიკლაური კიდევ ერთხელ გახსენებთ იმაც, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით და საკრებულოებში ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობით თქვენ რაღაცა არ უნდა იქცეო მოკლედ ქართული ოცნების დანამატად ამ ფორმითო. ანუ ეს არის შექმნის გზარწიკლაო შემიძლია მხოლოდ უთხრა, რომ სისულელით და ისეთი სისულელით, როგორც არის ფაქტიურად მოგებული არჩევნების ჩუქება ბიძინა ივანიშვილისთვის და კალაძის, რომელსაც 20%-ზე ნაკლები აღმოჩნდა მხარდაჭერა აქვს ქვეყანაში გადაქცევა 80%-ით არჩეულ მერად, არ უნდა დაეხმარო რეჟიმს საკუთარი პოზიციების გამყარებაში. ეს არის ჩემი პასუხი მისთვის. კი ბატონო. და შედეგები, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენი ქვეყნის, მათ შორის უკავშირდება სწორედ იმ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და სულელურ გადაწყვეტილებას, რაც იყო საარჩევნებზე ერთიანი ძალებით ბრძოლის ნაცვლად საარჩევნო ბოიკოტის გზაზე დადგომა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი შედეგი ამან არ მოიტანა. რა შედეგი მოიტანა საარჩევნო ბოიკოტმა, ეგება ვინმე გვითხრას, არა მხოლოდ პარტიებმა, არამედ პოლიტიკურმა პირებმაც, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ ბოიკოტს, აუხსნა საზოგადოებას, რა შედეგი მოიტანა ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტმა. შედეგი მოიტანა ნულოვანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ბოიკოტის ბუნებრივი გაგრძელება იყო ის მოვლენები, რაც მოხდა 4-ში და ამ მოვლენებმა დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ შანსები ჩვენი ქვეყნის, რომ ცვლილებებს მიაღწიოს სწრაფად და უფრო დიდი ზიანი შეიძლება და რომ მიეყენებინა ამ პროცესებისთვის, მიუხედავად ამისა, მიუხედავად ოქტომბრის მოვლენებისა, მე დიდი იმედი მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ 28-ში ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, იმიტომ რომ მათ შორის ყოველთვის ხასუცვალდით ჩვენ იმას, რომ დიახ, ბრძოლა არის საჭირო ყველგან, ბრძოლა არის საჭირო არჩევნებზეც, ბრძოლა არის საჭირო ქუჩაშიც, ბრძოლა არის საჭირო საერთაშორისო ასპარეზზეც და არც ერთი ბრძოლის ველი არ უნდა დაუთმო უბრძოლველად შენს მოწინააღმდეგეს. კი ბატონო და ერთის მინდა კითხოთ, სხვათა შორის Eagle Hills-ის პროექტი ახსენეთ თქვენ და დღეს კობახიძემ დაგიწუნათ კომპეტენცია ამ საკითხში. ლელო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პოლიტიკური ძალა, ვინც ეს თემა საჯაროდ წამოწია და დაიწყო საუბარი იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება ამ პროექტის განხორციელებას ახდენს იმ პირობებში, როდესაც გასაიდუმლოებულია ხელისუფლების სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება. ადრე რუსული კანონი იყო, ახლა არის არაბული ქალაქი, აქამდეაო დასულიო რეალურად ის პოლემიკა, რომელიც ისმის, ბრალდებები უბრალოდ რომელიც ისმის ოპოზიციიდან, კობახიძე ამბობს ამას, შეუძლიათ ორი სიტყვა ატრიალონ და მესამე სიტყვაზე ვეღარ გადადიანო. უფრო ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ რეალურად ოპოზიცია არ აქვს როგორ ხელშასაჭიდი მოკლედ არგუმენტები, რითაც შეუძლია დაასაბუთოს, რომ ეს პროექტი იქნება დამაზიანებელი ქვეყნისთვის და ის პირიქით საუბრობს სწორედ ბიუჯეტში შენატანებზე, ეკონომიკურ ეფექტზე და მოგებაზე. ხო, ნუ კობახიძისთვის ახლა ძალიან სამარცხვინოა, იმიტომ რომ კაც თავი გონია პრემიერ-მინისტრი და საკუთარ თავს აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და ივანიშვილის დაქირავებული კაცია, რომელსაც უთხრეს, რომ ახლა როგორც ჩანს ივანიშვილს ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნა სწორედ ჩვენი მხრიდან ამ თემის წინ წამოწევამ, იმიტომ რომ ფინანსური ინტერესები, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება საქართველოს ბიუჯეტში შენატანი კი არ იქნება, როგორც ჩანს ივანიშვილის პირად ბიუჯეტში და მე ვარაუდობ, რომ მისი პარტნიორების ინტერესებში არის, იმიტომ რომ მათ შორის ამ კომპანიის ისტორიას მიცნობს და როგორც ცდილობდნენ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ბევრგან ჩაეშალათ მათ შორის
შეუძლიათ ყოველ მეორე დღეს ხვდებიან უნგრეთის წარმომადგენლებს და კითხონ უნგრელებს რატო ვერ ააშენეს, რატო ვერ შედგა პროექტი იგივე ხალხის მაგალითად უნგრეთში და არა მხოლოდ უნგრეთში, ბევრ სხვა ადგილას ჩაიშალა, იმიტომ რომ ინამდვილეში არის სრულიად გაუმჭვირვალე მათი ეკონომიკური საქმიანობა. მე ჭვიმავს, რომ ეს არის ფრონტი, ასე ვთქვათ, ერთგვარი შტირმა არის რეალურად რაღაცა სანქცირებული რუსული აქტივების გადაადგილებისთვის და გაცოცხლებისთვის. და როგორც ჩანს, ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ მან ხო საქართველოს ფიქრობთ, რომ რაიმე ინფორმაცია გაუტანოს ალომე, ანუ უბრალოდ აი ამ კომპანიის არასახარბიელო რეპუტაცია გააძლევთ ასეთი დასკვნის გაკეთების. მარტივ რამეს მოვითხოვთ, გასაჯაროდეს ხელშეკრულება. აქედან დაიწყო ჩვენი მოთხოვნა. ხელშეკრულება თუ არაფერი არ არის დასამალი, ხელშეკრულება გასაჯაროდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, თავი რომ დავანებოთ, ხო, დავუშვათ რაღაც არაბულ წარმომავლობას და იმას, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო, დღეს ძალიან ბევრი ტყუილი ილაპარაკა კობახიძემ, იმაზე, რომ ვინ იყიდის, ვინ აქ და ასე შემდეგ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის რაღაცა ტიპის სქემა, რუსული სანქცირებული ფულის დასარეცხად და ბიზნა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს სქემა, იმიტომ რომ ის უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და მისი ადგილი აღარ არის გამჭვირვალე დასავლურ ეკონომიკაში. ბიზნა ივანიშვილის ფინანსური ადგილი, მისი ადგილი არის მხოლოდ იქ, სადაც მოძრაობს სანქცირებული გაუმჭვირვალე ფული. ამიტომ არის მისთვის ეს პროექტი როგორც ჩანს მნიშვნელოვანი, მაგრამ დისკომფორტი შეუქმნა იმან, რომ მათ შორის ეკლესიის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა აღმოუჩინეს ამ პროექტს და იმდენად შეწუხებულია, რომ დაავალა კობახიძეს, რომ გაიქცეს პარლამენტში და იქ რაღაცა ჩაატაროს უფასო რეკლამა ამ პროექტის, მაგრამ არც ერთ კითხვას დღეს კობახიძემ პასუხი არ გასცა, იმიტომ რომ გამოაცხადა, რომ დიახ, ვერ გავასაჯაროებთ ამ კონტრაქტსა და ჩვენი შეკითხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, უკავშირდება პირველ რიგში ამ კონტრაქტის შინაარსს. გაასაჯაროვოთ და აუხსნათ საზოგადოებას კონკრეტულად შეიძლება, რომ მაგალითად არის მომავალი 10 წლის მანძილზე წელიწადში რამდენი დოლარის ინვესტიცია და რა სახის ჩაიდება მაგალითად მეორე მხრიდან იმ უზარმაზარი შენატანის სანაცვლოდ, რომელიც არ არის ივანიშვილის ჯიბიდან ჩადებული ამ პროექტში, ეს არის ქართველი ხალხის მიწა, რომელიც ეკუთვნის ქართულ ხალხს, ბიზნა ივანიშვილმა აიღო და აძლევს არაბულ კომპანიას და გვეუბნება, გვპირდება, რომ ისინი ჩადებენ რაღაც ინვესტიციას. ოღონდ ვერავინ ვერ ხსნის ეს ინვესტიცია, ან საიდან ჩაიდება, ან როგორ ჩაიდება და როგორც ჩანს, ეს არის კიდევ ერთხელ რაღაცა სქემა რუსული სანქცირებული ფულის გასარეცხად, იმიტომ რომ საქართველოს დღეს მეტი არაფერში არ ჭირდება არც ივანიშვილს და არც რუსეთს. ივანიშვილს ჭირდება, რომ ისროლის კიდევ უფრო მეტი ფული იმ სანქცირებულ სივრცეში, სადაც ის არის განთავსებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის ფინანსური სანქციების შემდეგ და რუსეთისთვის და სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც ბინძური ფულის სარეცხი ტერიტორია და ეს ასე ვთქვათ პროექტი ეს სქემა ჩემი აზრით რაღაცნაირად უკავშირდება, მე ვერ ვიტყვი ზუსტად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ გაუმჭვირვალეა ეს პროექტი, თქვენ არ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად რაზე არის საუბარი და იგივე ხალხის მიერ ინიცირებული პროექტები ჩაიშალა არაერთ ევროპულ ქვეყანაში, ვერ გახორციელდა, მათ შორის კიდევ ერთხელ ვამბობ, ოცნების მთავარი მეგობარი ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის პირობებში უნგრეთში სხვას რო თავი დავანებოთ, ხო, სხვა ქვეყნებს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ რაც გავიგეთ პარლამენტში არის მხოლოდ ის, რაც ვიცოდით, რომ ერთი ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაბებს გადაეცეს ქართული მიწა და მეორე არანაირი სურვილი არ აქვს გაასაჯაროვონ და ქართულ ხალხს აუხსნან კონკრეტულად ქართველი ხალხი რას მიიღებს აქედან, როდესაც ამხელა აქტივს, რომლისთვისაც საუკუნეების მანძილზე ჩვენმა წინაპრებმა სისხლი ღვარეს, რომ ჩვენი მიწა დაეცვათ, ამ მიწის სანაცვლოდ საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე რას იღებს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ამაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ, მხოლოდ ის, რომ თურმე ვართ უღატაკესი ქვეყანა,
ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოზე, უღარიბეს სახელმწიფოზე უფრო ღატაკი და მოვისმინეთ კიდე გასაოცრად ის, რომ თურმე სოციალური დახმარების მიმღებია ხალხის რაოდენობა ძალიან დიდია ქვეყანაში და უნდა შემცირდეს. ანუ გაღატაკებულ ქვეყანაში, გაღატაკებულ ხალხს უნდა შეუწყვეტად სოციალური დახმარებაო, რასაც ვაძლევთ ხო? და ეს პროექტიო უნდა აშენდეს, ოღონდ უნდა ისე აშენდეს, რომ თქვენ ვერაფერი ვერ უნდა გაიგოთ შინაარსის შესახებ, იმიტომ რომ ბიზნეს ესე სჭირდება დღესო. აი ეს უთხრა დღეს ყურბახიძემ საზოგადოებას პარლამენტში. მე ესე მოვისმინე, რაც მოვისმინე. მადლობა და ოპოზიციის შეკითხვებმაც ვერ შეიტანა რაიმე სიცხადე ამ საკითხში, თქვენი აზრით? ოპოზიციის შეკითხვები რა სიცხადე უნდა შეეტანა, რამე ახალი მოვისმინე დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებიდან პარლამენტში. ის შეკითხვები, რაც დღეს გაჟღერდა თუ ხალხი გუშინ, ნელ ძლიერ საქართველოს პირველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც წამოჭრა საერთოდ მესმის, მაგრამ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ხაზარაძემ წამოჭრა ეს თემა თავის ინტერვიუში. იმის შემდეგ ჩვენ და ყველა სხვას ერთი და იგივე შეკითხვას განსაჯაროვეთ პირობები ამ შეთანხმების, რომ საზოგადოება იცოდეს, რატო ართმევს ბიძინა ივანიშვილი ქართულ ხალხს მიწას და რატო აძლევს არაბებს. რის თანახმად, რომ გადაწყვიტოს ხალხმა უღირს ეს თუ არ უღირს. და ამასთან დაკავშირებით რა ახალი შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს, როდესაც არც შეკითხვას პასუხი დღემდე არ გასცეს და დღესაც გითხრას, რომ არაფრის გასაჯაროვებას არ აპირებენ. იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში 1554 ხელშეკრულება არის, რომელიც კომერციულ საიდუმლოების გამო არ გასაჯაროებულა. და გვაინტერესებს მათ შორის ანაკლეის სპორტთან დაკავშირებული. თქვენ მიწას რომ გვართმევენ და არაბებს რო აძლევენ, არაბულ კომპანიას ამ შემთხვევაში გვაინტერესებს სანაცვლოდ რას იღებს საქართველოს ეკონომიკა და ამაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ კიდევ ერთხელ რას დებს კონკრეტულად რა სქემით რა განრიგით რა რაოდენობით შემოდის ის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია რომელზეც საუბრობენ რაღაც მითიურ ციფრებზე ატეცემული ბიძინა ივანიშვილის მადლობა პასუხი დღეს ვერ მოვისმინეთ ჩვენ და ეჭვმა მაქვს რომ ვერ მოვისმენთ სანამ ეს ხალხი მართავს ქვეყანას. მადლობა სალომე სამედაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. უნდა დაგემშვიდობოთ პარასკევამდე ამ გადაცემით. მე და თქვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად 13 საათზე ბიზნეს და ეკონომიკურ თემებზე ვისაუბრებთ.